მოგესალმებით მეგობრებო, კიდევ ერთხელ გიბრუნდებით ჩვენს ამერიკულ პოდკასტში მცირე პაუზის შემდეგ. ჩვენ ძალიან მოგვენატრეთ, ბევრს ვფიქრობდით, როგორ დაუბრუნებულიყავით, სტუმრად ვინ მოგვეყვანა, რა თემებზე გვესაუბრა და ბოლოს გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ დამჯდარიყავით ისევ შეგვეხსენებინა ჩვენი თავი და გაგვეცნო ჩვენი ახალი გეგმების შესახებ თქვენთვის გაგვენდო, ასე ვთქვათ და უფრო ესეთი შინაურული პატარა პოდკასტი გაგვეკეთებინა, რომელსაც მე რა თქმა უნდა მოყვება ისევ და ისევ ჩვენი ახალი ტრენდი, რომ მოგვიყვანოთ ხოლმე ის ხალხი, ვინც უკვე ძალიან გიყვართ და ვისი აზრით გაინტერესებთ. როგორ ხარ ბატონო მალხაზ? მიშას მეც არ იყო პატარა პაუზა. გამიწვე გამოგვიდი ერთი თვე ჩარდება. ჩვენი ბრალია პროჩენი ალბათ არა, ჩვენც დრო გჭირდებოდა ალბათ გაგვეაზრებინა რაღაცა რა როგორ იყო. ჩვენთვისაც პირველი გამოცდილება იყო ეს ფორმატი, ჩემთვისაც და ბატონ მალხაზისთვისაც და ჩვენც ბევრ რამე ვისწავლეთ ამას ოფეში. უფრო ახალს გავიცანით თქვენი სურვილები, თქვენი ინტერესები და შესაბამისად ვფიქრობთ, რომ უფრო გავაუმჯობესებთ ჩვენს. თუმცა მე-11 დეცემბრი უკვე გამოცდილები აღარ გვეთქვის. ხო და განაცემა თუ პოდკასტია. ჩვენი როცა დავიწყეთ ეს პოდკასტი რეალურად არც ვიცოდით რამდენ ხნიანი იქნებოდა, ეს იქნებოდა მხოლოდ რაღაცა სეზონური, გაგრძელდებოდა, არ გვიფიქრია ამდენზე, თუმცა მოხდა ისე რომ ჩვენ ცოტა დამოკიდებულიც კი გავხდით ამ ფორმატზე, ძალიან მოგწონს ეს კომუნიკაციის ეს სახე. მოდის უკვე რეაქცია, უკვე კავშირი. უკავშირი პროფესორებს ძალიან გვახარებს ჩვენ და ძალიან აგვაფრთოვანებს და მომავლის რაღაც ოპტიმისტური იმითი გამოხარვაწყობს ამ ყველაფერს მიმართ. ანუ ჭირდებით, ანუ შეგვიძლია და ანუ საერთოდ მივაწყდოთ ყველაფერი ის, რაც აინტერესებს ქართულ ემიგრაციას ამერიკაში. და არა მარტო. ხო, ეს პოდკასტი ჩემთვის არის ის, რომ ჩვენ უბრალოდ ჩვენ ბევრად მეტი ვართ ვიდრე უბრალოდ რაღაც ბიზნესი, რომელიც რაღაცა ფინანსური ინტერესები აქვს, ჩვენ გვაინტერესებს თქვენთან კომუნიკაცია, სიახლოვე, თქვენი პრობლემები. ყოველთვის გულთან მიგვაქვს და ყოველთვის ვცდილობთ, რომ რაღაც წვლილი შევიტანოთ. როცა ქართული, ასე ვთქვათ, დიასპორა თუ community უკეთ იყოს წარმოდგენილი, უკეთ არ თმოდეს თავის პრობლემებს ამ ძალიან დიდ ქვეყანაში. ხო და თუმცა რაღაც ცოტა ალმაქარებმა დაუბერა აი სამბარი ამაზე გადავიდეთ, იმიტომ რომ ახალი ადმინისტრაცია, ახალი ცოცხი ახლებურად გვის არა მარტო კარგად, ახლებურად ყოველთვის კარგს არ ნიშნავს. და ძალიან დიდი მონდომები და ინტენსივობით დაიწყეს ახლა დაგვა, ასე ვთქვათ და განთავისუფლება უფრო ახალი იმიგრანტებისაგან, ვისაც გადმოკვეთილი აქვს მექსიკის საზღვარი. ან სხვანაირად არის მოხვედრილი ალბათ გზით ამერიკაში და ჩვენ და სამწუხაროდ ქართველების დიდი უმრავლესობა ესეა შემოსული. ხო, ეხაც მომწერე, აი 1 საათის წინ ხომ მაგაზე გამახსენე და მოიცადე რომ მითხრეს. ანუ ბევრი ინფორმაცია ვრცელდება იმაზე, რომ რაღაცები გართულდა ემიგრაციასთან დაკავშირებული პროცედურები. მე როგორც ვიცი, ძალიან დიდი ისტერიკები არის იმაზე, რომ ეს დეფინიციები იცვლება, მე მგონი რაღაცა პრონუნსების, თქო, თუ ადრე იყო რაღაცა აზერ, ან რაღაცა სხვა პრონუნსი თუ ქონდა რა სქესის სიტყვაზე he and she hers გარდა შეიძლებოდა და ეხლა მე მგონი ტრამპმა ეგ შეცვალა მაგალითად და ეხლა ვიღაცას დაწყებული აქვს ერთი პროცედურა, ერთი დოკუმენტით და მთელი მისი დოკუმენტაცია არის გადასაწერი იმის გამო, რომ ის ერთი პუნქტი ამოიღეს, აღარ არის და წარმოიდგინეთ რა სიგიჟეა ეხლა ეს პარალეგალებისთვის და ადვოკატებისთვის. ყველაფერს თავიდან აკეთებენ ფაქტიურად და ეს ხო დროში იწელება. დიდი შეხება არ აქვს, მაგრამ ამასთან შეხება აქვს უმრავლესობას ქართული ემიგრანტების, რომლებიც ცხოვრობენ ამერიკაში, რომელიც აქ მოხვდნენ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში. ჩემი მეგობარი გაასახლეს ძაღლით და ბავშვით. მოიწყო? უნდა ვიცი. გაასახლეს როგორც დეგობდი და
არის კადრები, აგერ გოგოლა და პატიმრის სადღაც აი ეს აგენტებმა ვიდეო კადრები იყო რაღაც ჩუმად დაიჭირა ჰუდიანმა ადამიანმა ამ კალმა ტექნიკელი უძე მოვიდა მოვიდა 2-3 ასევე ჰუდიანი ისინი და დისკრიბულკილები ესო გადაიყვანეს 1000 მაილის მოშორებით და ელოდება დემოკრაციას და ეს გოგონა სტუდენტია სტუდენტური ვიზით ქართველი არა აი გოერონება ნათქვა მაგრამ სხვა ეროვნების თქმა უნდა და უნდა წერა პალესტინელების ხარდაზაჭარი პოსტები რამდენიმეჯერ და გაუქმეს სტუდენტური ვიზა და ამბობს გადადეპორტებენ. ხო, ძალიან უცნაური ის არის ამ პროცესებში, რომ ადრე ეს თქვა ესეთი რაღაცები არ უკავშირდებოდა შენ სტატუსს. მაინც რა შეიძლება და რაღაცა ვინმეს გაეკრიტიკებინე იმის გამო რომ ამას უჭერ ხარს თუ იმას უჭერ, მაგრამ ეს პირდაპირ კავშირში ანუ ამის გამო არ ისჯებოდი რაღაც სტატუსის ცვლილებით, ხო? და ეხლა ხდება რომ ნებისმიერი რაღაცა შენი არასწორი ფეხის გადაბრუნებაც კი პირდაპირ ურტყავს შენ საემიგრაციო სტატუსს. არ ვიცი ზუსტად ეგრე თუ არ არის შეიძლება ხუთრი. ხა სტატუსის გამო თუ დეპორტაცია, სტატუსი რა კავშირშია, მე რას ვფიქრობ იმასთან რა კავშირშია, ჩემს საემიგრაციო სტატუსთან. იცი აი ხა ჩვენ ესე ვამბობთ იმ რეპორტერებმა ესე გააშუქეს როგორც მე მოვყევი. სინამდვილეში კიდე შეიძლება რამე იყო, შეიძლება არც იყო. მე მაინც არ მინდა. ეგ როდის მოხდა ამ სროლების მერე ხო არ მოხდა ეს ორი თანამშრომელი რომ მოკლეს საელჩოს? არ ვიცი. მე ისე ხო ხანდა თეორია დღის ორი დღის განმავლობაში. ესეც ახლა მოხდა. ნუ ამასთან ერთად ეხლა რაც ქართულის მეტად აწუხებთან ტკივად ის არის ტრაქერების ინგლისურიზე შემოწმება. რაც მასიურ ხასიათს იღებს უკვე. ხო, თქვენ რაღაც დეტალურად იცოდით ეს საკითხი გქონდათ საუბარი არაერთ მძღოლთან და ვინდა რომ მოგვიყვეთ აი ხალხი ვინც ნახავს რომ იცოდეს რა ტიპის თუ ასე ვთქვათ გადაგეკიდათ ვიღაცა ვინც გაგაჩერებთ შეიძლება გაგიშვათ შეიძლება დაკმაყოფილდეს ელემენტარული რაღაცა თქვენი რომ იმით რომ რაღაც წაიკითხეთ ან რაღაცა სწორად უპასუხეთ მაგრამ თუ არ დაკმაყოფილდა თუ მოუნდა რომ ჩაგჭრათ აი რა პროცესები ხდება დაახლოებით არა ნუ მე ვიზეთ ვილაპარაკე ადამიანად თქვა რომ გააჩერეს უპასუხა ინგლისურად მიესალმნენ თხოვეს რაღაც საბუთები მიაწოდა კითხვები დაუსვეს ინგლისურად და უპასუხა ყველაფერს ინგლისურად დღეს რომ მოდიხე შევამბობთ მაშინი ინგლისურის ცოდნის დონე დაიწყეს შემოწმება პირველ კითხვებს უპასუხა და მე რეაჩვენეს რაღაც მორბენალის ტრიკონი და ეგ რაწერია მაშინ ეგეც გითხარია და ამან ვერ გადათარგმნა ისე აქვთ მაგის უფლება რომ ეხლა ეხლა რაღაცა იმ ოფიცერსაც არ ეწოდინება ინგლისურით. არა, ეს ეხლა არის ლაპარაკი საგზაო ნიშნებზე. საგზაო ნიშნები უნდა. საგზაო ნიშნების გარდა არის კიდე რაღაც არ ვიცი ხა ის რა მორბენალის ტრიკონი იმ ადამიანს საერთოდ ვერ წაიკითხა რაზე იყო ლაპარაკი. შეიძლება ეწერა რომ აქ შემოსვლა ტრაკით არ შეიძლება. შეიძლება ხო და მაგეთი რაღაცა იყო და ის თუ ვერ წაიკითხა მაშინ სამართლიანი იყო და ეხლა იქ თუ რაღაც პოპკორნის რეკლამა იყო. ხო, მაშინ არა მაგას ვიცი რომ არ ვიცით რა ეწერა იქ. თვითონაც არ იცის რა ეწერა იმ ზღოლმა თორე გვეტყოდა. თორე ისეთ ლათუ სამართლო გამბავი არ არის. თუ საგზაო ნიშნების საკითხვა შეგიძლია და გზაზე მიდიხარ. პრობლემას ქმნი. ძალიან დიდი პრობლემა, სადაც ხო გადაკეტის გზა და დააწერეს არ შეიძლება. დიდი ან თქვა იმითი 40 პიტიანი თუ ამენი არის 40 პიტიანი. იმითი დიდი მანქანით შესვლა აბიზარულია. შენ ეს ვერ წაიკითხე, გაუშხუილე თქვა, შეხვედი იმ ადგილას. ხო და რა იცი რა ხდება? კაცმა არ იცის, ხო? ამთლად ის არ არის იქ არა რა თქმა უნდა ხო გამოვისმინე კანონდების გამოსვლა მე კენტუკი შტატიდან იყო რომ შეიტანეს ცვლილება შექონდა მას ცვლილება კანტში და ის ასაბუთებდა რომ ტრაქის მძღოლებმა უნდა ჩააბარო გამოჩნდა ინგლისურად ანუ და მივიდნენ და ეს დიდი სატვირთო მანქანა აღწერა
მასთან ერთად გამოცდის მიმღებთან ერთად უნდა თქვა ის რომ თეორიაში ლეოს ხვანებზეც ჩაამბა მე პრაქტიკული გამოცდა მაგითი იწყებაო თქვა რომ უნდა თქვა რომ ეს არის თქვა დიფერი ეს არის რაღაც მართვის კონსერვაცია კოლოფი ეს ამასაკეთებს ის არის მაგათი სახელები ქართულადაც არ ვიცი ჩვენ ხო საბჭოთა კავშირში შეიძლება გავიგონი მატორია ეს დიფერია ზმაო ეს ცეპია ხოდა ამ ყველაფრის იქით ხოდა ეს კაცი ამბობდა რომ ეს ყველაფერი უნდა კონდეს ახლა მიიღო CDL driver's license ანუ მართვის მოწმობა კომერციული ისე იგი ეს ჩააბარა ინგლისურად და თუ ამას თუ ვერ გელაპარაკებ ინგლისურად და გამარჯვებასაც ვერ გეუბნებათ ფაქტიურად ამან გადაიხადა ქრთამი ან რაღაც თარგლითურად აქ მოპოვებული ეს ბრავა და ბოდიში მოწმობა და მიდის ცოტა უფრო ზემოთ კიდე ხო პრობლემა კი და ამიტომ ესენი უნდა ამოვიღოთ ოდნიდან withdraw from the roads ესე ამბობენ რა ამოვაძრათ ფაქტიურად გზებიდან ეს ხალხი ცოდაა ეს ხალხიც მაგრამ მე ვფიქრობ რომ ცოტა ასე ვთქვათ სწორად გაგვიგეთ მე პასუხისმგებლობაც გაქვთ ასე ვთქვათ ცოდაა რომელია ხალხი მუშაობს ამაზე დიდი შემოსავლები და ამითი ვალდებულებებიც აქვს უზარმაზრად ამის შემოსავლების დაგეგმვით შეიძლება 5 წლიანი და 10 წლიანი ვალდებულებები ხო და ეხლა ამათ მე მგონი არ ექნებათ იმის გაჭირვება ვთქვათ რომ დაჯდნენ და კვირაში ერთი გაკვეთილი გაიარონ სიტყვაზე და გადაიხადონ იმაში რაღაც მცირე ანუ უფასო კურსებიც არსებობს რაღაცები ამისთვის ის უნდა გაჩერდნენ კინოლოგში პარალელურად რა დისტანციურად მე არ ვიცი მასწავლებლად წარმოგიდგენია მე ამჯდა რომ ტრაილერის საჭესთან არ ვიტარებია მაგრამ ვერ წარმოგიდგენია რომ მიდიხარ ტრასაზე არა მაგ დროს კი არ ვიძახი უბრალოდ შეიძლება მე მასწავლებელი ნიუ-იორკში მყავს და თუ ერთი მაქვს სადღაც დაღებული რაღაცა ლუიზიანაში ხო და იქიდან როცა თავისუფალ დროს რა ონლაინ სწავლებას ვიძახი რომ აიყვანონ მასწავლებელი ეგეთ დროს დიდად არ ჩარჯავს ასე ვთქვათ და არ მოუწევთ ბევრს მაგრამ რაც არ უნდა გიწევთ თუ შენი ასე ვთქვათ შემოსავალი სრულად ამაზე გახდება დამოკიდებული ჩემი აზრით უფრო ჭკვიანურია რომ ეს დაიცვა ჭკვიანური ერთია და მეორე არის რომ ის უნარებზეც არის ხო ხალხი ჩვენთან მოსულობ კლიენტი მოდით მე ვიტყვი რომ 1000-ობით ადამიანთან შეხება 1000-ობით არის ეს ციფრი მე ხალხის ვინც მუშაობს და მე ის გადასახადებს ჩვენ ვახტევინებთ მათ და ამიტომ გვაქვს უმრავ ხალხთან შეხება ხო? კი ვიცი ხედავთ და ამ ეს სეზონის განმავლობაში ენა იცის ძალიან ცოტა მათგან მუშაობს უმრავლესობა არა 95% ძალიან ინტენსიურად და მათ მუშაობს მეორე ხნის თუ არა ეს ხალხი საფრთხეს ალბათ რაღაცაში მართალი არის მხარე ვინც ამათგან ინგლისურის ცოდნას მოითხოვს მაგრამ მე წარმოდგენაც არ მინდა საქართველოს ზერო გადმოვიტანოთ ვიღაცა ხალხის მიმართ რომელიც მცირე ეთნიკური ჯგუფები არიან და ენას არ ფლობენ რამხელა აგრესია არის ხოლმე საქართველოში კი ხო კი თქმა უნდა ეხლა გააჩერეს პატრულმა თბილისში და ვერ ლაპარაკობს ქართულად. ოღონდ ეს არის საბუთებით არის და მუშაობს და რაღაც. ხო, ტაქსისტები და არის ის ქართული. მე ტაქსისტებისაც ძალიან ბევრი ადამიანი პოსტავს ხოლმე მაღაზიაზე. ეხლა ტრენდი არის ინდო delivery სტაფზე რომელმაც რაღაცნაირად ჩაანაცვლა ქართველები, იმიტომ რომ უფრო იაფად მუშაობენ მაღაზიებში აზერბაიჯანელები. რაღაცნაირად ის სხვადასხვა სანამ წამოვიდოდი მე იქ იმ პერიოდში უკვე დაწყებული იყო რაღაცნაირად კონკრეტულად აზერბაიჯანელების და ქურთების და ეგეთი ეთნოსები იყვნენ ხოლმე ღამისვლებში მაღაზიაში რა ასე ვთქვათ ქართულმა ბიზნესმა იპოვა უფრო ადვილი დასაჩაგრი ხალხი და მაგრამ ისინი ადვილად იღებდნენ იმას ენას უფრო ადვილად იცოდნენ ეს მოდაც და რაღაცა და ეს სასტავი ეს ინდუსები რომლებიც ესენი ვერ სწავლობენ ქართულს ინგლისურად ელაპარაკებიან ამ ხალხს და რეალურად ეხა ხდება რომ ეს ჩვენი ქართველი მომხმარებლები რო იძახებენ საჭმელს იქით უწევთ მე მგონი ამათ იძებენ იმიტომ რომ ვერ აგნებენ გზებს ვერ უხსნიან
ხო, საქართველოს პრობლემებზე გადავედით, მაგრამ არა, უბრალოდ შევადარე რა იქნებოდა თქო რა, ეხა იგივე ხალხის დამოკიდებულება. საქართველოში აგრესია იქნებოდა ბევრ რამეზე, რაზეც აქ უკვე აღარ აქვს აგრესია, იმიტომ რომ საზოგადოების განვითარებიდან გამომდინარე, იქ არის, იქ ხა აქ გეი პარადი ტარდება წელიწადში ერთხელ, რომელიც 100,000-ობით ადამიანი იღებს მონაწილეობას და აგრესიული მე რომ მათ წინააღმდეგ აგრესიული იმ დღეს არავინ არ მინახავს. ჩვენთანაც ტარდება, ოღონდ სხვა სახელით გვიდა. რა დავასახელო? პარდები ხო, და რაღაცებში აქ მეტად ტოლერანტულია ხალხი, მეტად ამტანი და ისა და ამიტომ აქამდე იტანდნენ ამ ყველაფერს, იმასაც იტანდნენ, რომ ჩამოვიდა 100,000-ობით ადამიანი საქართველოდან, დაჯდა დიდი მანქანების საკითხი და დადიოდა ინგლისურის ცოდნის გარეშე. მაგრამ დღეს იყო ისა რამდენად აქვს უფლება თუ არა მაგაზე ეს მორალური კატეგორიიდან ერთია. მეორე მე რა კითხვა მიჩნდება, იცით რომ ეს საიდან მომდინარეობს, რომ ენის პრობლემა აქვს, იქიდან რომ ზოგადად პრობლემა აქვს ათვისებას სკილებთან დაკავშირებული პრობლემაა, თუ მე რაღაც მომენტში მეჩვენება, რომ იქიდან გამომდინარე, რომ საერთოდ რეალურად არც ჭირდებოდათ, იმიტომ რომ ვინ ჩამოდიან ისეთ უბნებში სახლდებიან სადაც გარშემო არიან სულ ან რუსულად მოლაპარაკენ, ქართულად მოლაპარაკენ. აი გადარჩენისთვის არ დაჭიროებია აქამდე ქართველს თავის გადასარჩენად ინგლისური ენა არ დაჭიროებია რა. ამიტომ მე მგონია, რომ შესაძაც ადამიანს აქ უდგება საკითხი, რომ ან ისწავლოს ინგლისური, ან მოშივდება. აი ამის წინაშე არ დამდგა რა. მოშივდებაზე არ არის ლაპარაკი, მოშივდება მას, მოშივდება ოჯახს საქართველოში, ვალებში გადავარდება ვალებში, ბინის გადახდას ვეღარ შეძლებს ნაბეო მე-5 და მე-7 ბინას თბილისში ნახიც, რომელიც ცარიელი უდევს და მაგრამ უნდა იყიდოს და ამთავრდებულება აქ აღებული. ეს კიდე გადავა იქ მშენებლობის სექტორზე და კი არა, ეს სულ სცენარზე ვამბობ და კაი სცენარია რომ დაждდება ეს ხალხი და უცებ ისწავლის ინგლისურს. მე ესე მგონია რომ ეგ იქნება. არ მგონია რომ ეხა ნიჭის პრობლემა აქვს, უბრალოდ არ ჭირდებათ. ხო, არ ვიცი, ბევრს უთქვამს, რომ ჩემთვის გვიანია. ესენი ეს ხალხი თავს უსვამს ხოლმე რაღაც დიაგნოზს და გავისწავს განაჩენი გამოაქვს. მე ინგლისურს ვეღარ ვისწავლი, რაც ქვია, ვეღარ ისწავლი თუ დაგჭირდება ისე. ხო რა. ისე ისწავლია, ნაგერი ნახავთ, მე ესე მგონია, იმიტომ რომ ტელეფონი ხო უჭირავს ყველას ხელში. ესე იგი რაღაცა ელემენტარული აპის მოხმარება ისწავლის. ხო, ისო იქ ხო დადის იმ GPS-ით. GPS-ის მოხმარება ისწავლა, ხო? ვისამართი ჩაწერა იქა. ჩვენი მაგალითიდან რო ავიღოთ, რამდენი სკილი გვეგონა რომ არასდროს არ გვექნებოდა, მაგრამ რომ დაგჭირდა გამოვიმუშავეთ. ცხოვრება ეგეთია, თქვენ ცხოვრებაში ხო ყოფილა ეგეთი მომენტი, რომ რაღაც გეგონათ, რომ ან თქვენი არ იყო, ან რაღაც ან გვიანი იყო, ან ადრე იყო, ვიცი, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ხო რა. ეს გვიანი არასოდეს არ ვისწავლე. და მეთქეთ ეს ვისწავლე, რაც ძალიან სხვა დაბალ დონეზე დაგაქვეითებს თუ არ ვიცოდინება. ის რაღაც იმის სწავლა აკვიანი კი არა გუშინ და გუშინწინ პროცესი. ეგ მე ძამჯერა ევოლუციის თეორიის რა. და ეს ევოლუციის თეორია ძალიან ხშირად მუშაობს ყველაფერთან მიმართებაში, არა მხოლოდ იმასთან მიმართებაში, როგორ განვითარდით ფიზიოლოგიურად ჩვენ ადამიანები, რატო გვაქვს ხუთი თითი და ასე შემდეგ. მჯერა რომ ადამიანები ვითარდებიან გარემოსთან მიმართებაში. ანუ რაც ჭირდება, ის ვითარდება. ჩვენ რო აღარ გვჭირდება ბალანი, იმიტომ აღარ გვაქვს რა. აღარ გვჭირდება, ხო რა, ამოვედით ხედავ. ასე მგონია, რომ ეს ფსიქოგანვითარებაც ეგეთი არის რა. რისი უნარებიც დაგჭირდება გარემოსთან მიმართებაში, რომ გადაირჩინო ან სტატუსი, ან ფინანსური მდგომარეობა, ან სიცოცხლე, ან ოჯახი, ყველაფერი ერთად, ის განგივითარდება. მე ამჯერა რომ ინგლისური ენა არის სკილი, რომელიც ვერ განგივითარდება. ან ისეთი მარტივი ამას ვამახარებთ ჩვენ პირველი გადაცემიდან, ხო, დღეში რამდენიმე სიტყვა ფრაზის დაზეპირება შესწავლა. სულ რაღაც ერთ თვეში შედეგს მოგცემს. თუნდაც იმ სფეროშიც ასეც მუშაობდა, რაც
ყოველდღე გარდა ყოველწუთს შეხება რა თქვა საჭესთან გარდა საჭე როგორ დაიმახსოვრა კიდე ერთ ენაზე სიტყვა რა საჭე ფარი განათება შუქი რა ვიცი აი ეს რაღაც ელემენტარული მუხროჭი გაზი სიტყვაზე რა ვიცი ესე ყველაფერი რომ მიყვება ნელ-ნელა უფრო შეგნებით ისწავლა კი რა თქმა უნდა აი მიკერ დაიმახსოვრა ლექსი აი ეგ შეცდომა დაუშვეს ჩემი აზრით აი ხე ჩვენ ამას წინათ საუბრობდით ითამაშეს უბრალოდ რომ ეს ფოტოები ვრცელდება ხოლმე ფურცლის ნაგლეჯების რომელზეც ქართული ასოებით წერია ეს და მე кайხანი ვერ ხვდებოდი რა სიტყვები ეწერა იმიტომ რომ ქართული ასოებით ინგლისური აი როგორც უნდა გამოთქვა იმას რომ დაწერ ორა რომ დაგიწერონ ახლა უოთერს ხო ვერ წაიკითხო ქართულად ორა რომ დაგიწერონ ბევრი ხომ ასე ამბობს რა და აი ეგეთ სიგიჟეები და მასე ვერ ისწავლე ეგარი დაზეპირება სიტყვების და როცა საქმეზე მიდგება რეალურად არ გადგება ეგ არის პრობლემა. იმიტომ რომ ის თუ დისკუსიაში და დიალოგში შემოვიდა ის ოფიცერი ვინც გაგაჩერა, ხო? ვერ გაიგებს. ვერ შენათქვამს გაიგებს და ვერ შენ გაიგებ კითხვას. ვერ გაიგებ რა კითხა. იმიტომ რომ იმ სიტყვათ წყობით არ გეკითხება შეიძლება როგორც გეკითხება შენი მასწავლებელი, ხო, რომელმაც ეგ წინადადება დაგიწერა იქ. ხო და ანუ ოდნავ მეტი დროის დათმობა ნამდვილად სჭირდება, იმიტომ რომ როგორც ირკვევა ზუსტად ამაზე ხდება დამოკიდებული ბევრი ადამიანის კეთილდღეობა რეალურად. კი ბატონო. ну სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ მე ვფიქრობ რომ საბოლოო ჯამში ისენა მე სხვაგანაც გამოადგებათ და თან დიდი შენაძენი იქნება და არაფერი რთული მაგაში არ არის ყველა ადამიანს აი გპირდებით რომ ყველას ვისაც რატომღაც გგონიათ რომ ეს არის რთული ენა და ვერ შეძლებთ რაღაცა აბსოლუტურად პირიქით ეს გონებაში არის აი როგორც კი თქვენ აღარ შეგეშინდებათ შეცდომების დაშვების ლაპარაკის დროს როცა უკვე ელემენტარული სიტყვად მარაკს დააგროვებთ ხო ამისთვის არის აი აპლიკაციებიც არის შეგიძლიათ ჩამოწეროთ ბევრი აპლიკაცია თემატურიც გამოთქმის გამოსასწორებელი აპლიკაციაც არის აი ყველაფერი არსებობს აქედან ბევრი უფასოც როგორც კი აი ელემენტარულ სიტყვათა მარაკს დააგროვებთ და დაივიწყებთ რომ უნდა გეშინოდეთ მაშინ შეძლებთ ლაპარაკს ეგრე არავინ გრამატიკას არ გიმოწმებთ თავარია თქვენ გესმოდეთ და აზრს გადასცემდეთ კი ბატონო მაგრამ კემბრიჯის მეხუთე დონეს არ თქო ხო რა ანუ იცი რა უპატივცემულობა არ უნდა დაინახონ მათ თქვენი მხრიდან რომ აი ჩამოსული ხართ და რეალურად გამოდის რომ კანონდარღვევით აიღეთ ხო რაღაცა არ არის იქ სწორი იმაში რომ თქვენ გაქვთ ეს მართვის მოწმობა ჩვენ თუ ერთ-ერთი მოთხოვნა ენა რა თქმა უნდა ხო სხვა ჩვენს ამ ბოლო კომუნიკაციებიდან გამომდინარე და ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე ვიფიქრეთ რომ რაღაც დაგვემატებინა ჩვენი ოფისი საღამოობით გამოგვეყენებინა ინგლისურის სკოლისთვის ასე მაგრამ აღმოჩნდა რომ დიდი რაოდენობა ბევრი აქ გრანტებით დაფინანსებული უფასო სასწავლებელი ხო უფასოდ გვინდოდა რომ გაგვეკეთებინა ეგეთი რომ მოიძიოთ კიდევ ის გრანტები ძალიან არ გაუქმებულა და ან ვიღაცებმა უკვე აიღეს ორი და სამი წლის გრანტები წინასწარ და იმათ აქვს უფასო კურსები ეს უფასო კურსები არის კოლეჯებში ეს უფასო კურსები სკოლებში საჯარო ბიბლიოთეკაშიც არის ნიუ-იორკში სრულიად უფასო შეგიძლიათ უბრალოდ შეხვიდეთ დაждეთ ანუ იქ ღია რა ჩვენ გვაქვს არასამთავრობო ორგანიზაცია რომლის ეგიდითაც გვინდოდა ამ კურსების გაკეთება და გვინდა კიდე ჯერ ვეძებთ საშუალებას რომ იყოს უფასო ასევე იმიტომ რომ ეს სერვისი არის უფასო ზოგადად რა ვიცი ბევრი წლები ესე იყო რომ ინგლისური სწავლა უფასოდ შეიძლებოდა ნიუ-იორკში უამრავ ადგილას ახლა ჩვენ ამას რო ფასი დავადოთ ცოტა ის არის ხო არ გვინდა ვირჩევნია რომ გრანტით ისე გავაკეთოთ რომ ხალხს არ მოუწიოს თანხის გადაგება თუმცა ბევრმა მითხრა რომ არა გადავიხდით ჩვენ გადავიხდით და არაფერს ალბათ ხარი მასწავლებელი რომელსაც მიყვო საღამოს და ცოცხლად ისწავლი და არა ონლაინ იმიტომ რომ ონლაინ მაინც
არის მან რაღაც. კი, 100%-იანი. არის 100%-იანი სწავლება ონლაინ მაინც არ არის. ნუ თუ ცოცხლად ადამიანი სიტყვაზე 101-ს თუ ისწავლის, იქ ისწავლის 80. არა, გამოთქმასაც ახლა სად იქიდან რო გესმის გამოთქმა და სად. ხო, უნდათ ეს უთხოვა ბევრმა ჩვენმა მომხმარებელმა სხვადასხვა სერვისის და ჩვენ ვეძებთ საშუალებას, რომ გამოიახოს საშუალება, რომ უპასოდ მოხერხდეს ამის ორგანიზება. თუმცა მე იმას უყურებთ კახილვას ერთ-ერთ სადაც იყო დაბარებული მაისის პრეზიდენტი თავმჯდომარე ქალბატონი იყო და მე თქვა კონგრესმენმა უთხრა რომ თქვენ გააუქმეთ ეს პროგრამები, რომლებიც ინგლისურ სასწავლიდან ახალ იმიგრანტებს უპასუხებთ. შეიძლება ეს გააუქმებულია და იმიტომ ვერ ხო, უბრალოდ შეიძლება, უბრალოდ მე ვამბობ, რომ სხვა გრანტები, რომლებიც აღებულია, თქო, წინაცაც ხო ჩერდასრულებულა და ზოგიერთი პროგრამა ისევ ღია არის, ვინც მანამდე აიღო გრანტი. თუ ჩვენ ვერ ვნახეთ, არა, მე მაგას მე ვამბობ, მე რაღაც საკითხი ამათ გავუქმებთ, გავიტოვე კიდე პროგრამა და მათ შორის ერთი იყო რომელიც იძლეოდა საშუალებას უფასო მომზადება მიიღოთ მოკლე მწვანე ბარათის მფლობელებს, მწვანე ბარათის მილიცა 5 წელს და კონდეს ის მოქალაქეობის გამოცდა. ახლა მოქალაქეობის გამოცდისთვის მოსამზადებელი. კი, მაგის გრანტებიც იყო და მაგის უფასო გაკვეთილებიც არის საჯაროში. არცებაც იქნება კი შემორჩენილი, მაგრამ თვითონ ეს პროგრამა დაფინანსების გაუქმებულა და ამ კაცმა უთხრა რომ ჩვენ გვესმისო რომ თქვენ გინდათ შევქმნათ პრობლემა ემიგრანტებს ზოგადად და არა ახალ ემიგრანტებს მარტო. პრინციპში ეს ეგ არის, ჩვენთვის ეს არის რომ პირდაპირ ადმინისტრაცია იბრძვის ახალ ემიგრანტებს ზოგადად, ახალ სერბულო, ეხლა მწვანე ბარათი რა ქონდეს და მოემზადო მოქალაქეობის გამოცდისთვის. ეს ახალ 2 წლის ჩამოსული. არა, 2 წლის მწვანე ბარათი თუ მოიგი და ჩამოხვედი, მაშინაც 5 წელი უნდა იყოს. ხო. მწვანე ბარათის აღებამდე ხო რაღაც ის არის. საშუალოდ 1-9 წელი ცხოვრობ მოქალაქეობის მიღებამდე ამერიკაში. მაგრამ იქნებ მე ავიღე, ჩამოვედი 2 წლის წინ ერთ წელიწადში ავიღე, ან წელიწად ნახევარში. სხვადასხვანაირი მწვანე ბარათია. ხო, და ნუ 5 წელი მაინც. მაგრამ ის 5 წელი მჭირდება და იქნებ ახლა ვიწყებ მომზადებას 5 წლითად. ესე იგი, მე რას ვამბობ, რომ ეგ გადაწყვეტილება ძირს უთხრეს იმ ხალხსაც, ვინც ჩამოსულა 10 წლის წინ. და უკვე მოქალაქეობაზე გადის და ანუ ესენი მარტო მექსიკიდან შემოსულებს კი არ ებრძვიან შარშან და შარშანცი. ამათთვის ახალი მოქალაქეები თლიანად პრობლემა. ხო და რეალურად ახლა გამოცდას გადის მარტო ის ხარ გადის, ვინც მექსიკიდან შემოვიდა. მექსიკიდან შემოდის ვერ გადის გამოცდაზე საერთოდ მოდელი ესე თქვა. ჯერადოს მოქალაქეობა მწვანე ბარათი არა აქვს აღებული 20 წელია. 15 წელია ეგ მაგ პროცესამდე. ეს არის პრობლემა საერთოდ როგორც ეთყობა რესპუბლიკელები და ეხლის ადმინისტრაცია საერთოდ პრობლემად აღიქვამს ახალი მოქალაქის ნატურალიზაციის. მოგონი რაღაც ახალი მტრის ხატი შექმნეს რა ამერიკელებისთვის, რომ აი ამათი ბრალია, რომ ვიღაცას ბედნიერი არ არის თავის ცხოვრებით. ხო და ის რესპუბლიკელები ქართველები მათ შორის რომლებიც რესპუბლიკელობენ ტრამპისტობენ საბოლოო ჯამში ისე თავის თავს ებრძვიან და მაქედან ერთი ნაბიჯია იქამდე რომ თვითონ ესენი გაადეპორტა. შეიძლება არ გადაეპორტა მეორე ხარისხის მოქალაქე გახდეს, თქვა პირველი თავის ემიგრანტი. თუ 10 წლის ჩამოსულს და უკვე მოქალაქეობის გამზადებულ ადამიანსაც აღიქვამ შენთვის პრობლემად. მაშინ რატო არ აღიქვამ 15 წლის წინ ჩამოსულს და 20 წლის წინ ჩამოსულს, რომელიც 5 წლის წინ გახდა. რაღაც არის უკვე ის არის, რა ქვია,
კი, ანუ სადამდე წავა ხო? სადამდე წავა. რა ვიცით. მიადგა უკვე. აქამდე თუ შევიდა შეტოპა და მიადგა ამ კატეგორიას, მე უფრო ღრმად რატო არ წავა? ნუ ლაპარაკი ვარ აქ დაბადებულს, ყველას არ უნდა ქონდეს მოქალაქეობის უფლება. მაგაზეც არის ხო? ლაპარაკი. იმათ გაუუქმეს, ანუ არალეგალური ემიგრანტების შვილები შეიძლება დადგეს საკითხი, რომ მათ გაუქმდეს მოქალაქეობა. ვინც აქ დაიბადა ხო? ვინც აქ დაიბადა კი ან დეპორტაცია მოხდა მშობლებს. ადრე იყო მე მგონი დაჟე თვითფრინავში თუ იბადებოდა ამერიკის ცოდით ეგეთი რაღაც ხსმენია და თუ მოფრინავდი ვიღაც მე მგონი მშობი არა თვითფრინავში რაღაც ეგეთი პრეცედენტული იყო და ამერიკაში მოფრინავდა რა და თვითფრინავში მშობი არა და ამერიკის მოქალაქეობა მისცეს ბავშვს და აქედან და აქედან საწავიდა ეხლა ის ბავშვი რომელიც დაიბადა ცაში მოქალაქეა და ვინც მიწაზე არა. ნუ ამ ამბავს ეხლა ეს ამერიკა და მომავალი წლის ნოემბრამდე კიდე საშუალედურ არჩევნებამდე შანსი აქვს მოგინის უფლება ამ ყველაფერს, მაგრამ მე მგონია რომ აილაგნება ძალიან ისეთი კატასტროფების წინაშე დააყენეს სისტემები, იმიტომ რომ არ იცის როგორ მუშაობს ამ ტიპმა საერთოდ პოლიტიკა და wording-შიც ეთყობა ეს და ზოგ-ზოგ ხა აი ეს გაკითხვების სერია რომ დაიწყო ეს მორალის სასამართლოები რომ ჩამოყავს პრეზიდენტები და ეჭხუება იქიდან ის ხო შესაძლებელი თქვი ყველაფერში არ მეთანხმები მაგას ნუ სამხრეთ აფრიკასთან მეცვეთახმები სამხრეთ აფრიკასთან მეცვეთახმები დიდხანია მიდის ისა ეს warning-ი და რაღაცა მოდის ინფორმაცია ცუდი ხდება ეს ხალხი შველას ითხოვს დიდი ხანია და არავინ არ შველის ამათ იმიტომ რომ ამერიკაში არ იყო მოდაში გამავი და ამას ფეხებზე კიდე ხო და ეს რამდენად თანმიმდევრული იქნება ეგ არის საინტერესო თანმიმდევრული არ ამგონია რომ იყოს იმიტომ რომ პრინციპები რო რა აკადემიას მაგაში ასაკმით რომ ამერიკის მიმართ თქვათ არაკეთილ განწყობილ ადამიანების რომლებიც ინტელექტუალებს გულისხმობ უფრო და არა ეხა იმ ხალხს რომ აი გეები არიან და რაღაცა იქ მაგ ხალხს კი არა ინტელექტუალები რომლებიც ამერიკასაც რაღაც იმპერიად მიიჩნევენ მაგათი არგუმენტი იყო ხოლმე რომ ამერიკას შეუძლია სიტყვაზე თავის პარტნიორ ქვეყნებში დახუჭოს თვალი დიქტატურაზე და სხვაგან არ დახუჭოს თვალი რა ანუ ხა ის რა ქვია იმკაც დავიწყდა დაბერდად მე მგონი გარდაიცვალა თუ ცოცხალი არ ვიცი აგერ არის კავკასიის მაგალითი რა ვიყოთ რა ეხლა მეგობრებიან ალიენს უფრო მეტად და ამბობენ რომ ეს არის ამერიკის ინტერესი სარიევის რეჟიმი რობოროტები წავარდნილი მკვლელი 100%-იანი დინასტია მკვლელების რომელსაც ასობით ადამიანი ყავს მოკლული და გაქრობილი ოპოზიცია თითქმის ჩრდილოეთ კორეა არა ნუ რაღაცა აკრძალვების ხრი არა ეხლა მთელი აზერბაიჯანი დარს უკრავს იმიტომ რომ ყარაბაღი პრობლემა ნუ ეგომები ხო უყვარდებეთ პრეზიდენტებს მე ხოდა მეგობარი რომელიც მოკლეს ოლიერმა და მე 20,000 კაცი აცილებდა იმაში გასვენებაში ხოდა ელმარ ჰუსეინოვიჩი მოხდეს მეგობარი ხო და მან ეგეთი რაღაცა გქონია ესეთი ოსმის ჯელობაში ნათქვამი რომ მეთქი რომ დააბრუნოს ყარაბაღი ხო აპატია ყველაფერს მეთქი და ძალიან დაფიქრდა და მე შეიძლება არა მაგრამ მთელი აზერბაიჯანი აპატიებს მართლა მოხდა ეგეთი ამბავი არა და ხვალ ალიებზე კიდე გაიყარა კიდე 20 წელი ალბათ მე ხრიბანი იქნება მაგის სული მე შვილი მე ისა და ისე გაგრძელდება დიქტატურა ამ ქვეყანაში კარგი ხანი ამერიკა ალბათ არ იქნება მათთან დაპირისპირებული ხო მაგას ვიძახი უბრალოდ მე რას ვამბობ ნახეთ
წინა, ასე ვთქვათ, ნეოლიბერალურ ამერიკას არ ახასიათებდა თანამიმდევრულობა რა. სწორი, ასე ვთქვათ, თავისი პარტნიორი ქვეყნებისთვის მართლა შეეძლო თვალის დახუჭვა რაღაცეებზე. სადაც ბევრად უარესი რამეები ხდებოდა და აი ამისგან საინტერესოა რა. ეს მაგითი მოვიდა საერთოდ, რომ ჩვენი საქმე არ არის გარეთ ქვეყნების დიქტატურა არის თუ არ არის დიქტატურა, მაგრამ ჩვენ არ გვაინტერესებს, ჩვენ გვაინტერესებს ამერიკის ინტერესები და ამერიკა first და სამათი ლოზუნგია, ასე ვთქვათ რა, ამან წინა პრეზიდენტობის დროს ჩავიდა და ჩრდილოეთ კორეის პრეზიდენტს დიდი რამები უმერე ჩამოვიდა, იმან უფრო დიდი ბომბი გააკეთა. როცა ადამიანის პრინციპები არ აქვს, შეიძლება რომ დიქტატორს გვისისხლია კვლელს სერიულ კვლას პუტინს მეგობარი უძახ, ხო, მაშინ ამიმაჩვენე ვინ არის შენი მეგობარი. რჩება ეგ ამბავი, როგორ აღანაირად შეიძლება მეგობარი იყო პუტინის. შეიძლება რაღაცა ჩანაფიქრი ქონდა. მე იცი რა არის, ადამიანებს გონიათ, რომ პუტინს და ტრამპს ერთმანეთი მოწონს და მე ასე არ ვფიქრობ. მე არ მგონია. მე აი იმის იქით, რასაც გონია რომ ტრამპმა როგორც დაიწყო ლაპარაკი და პოზიციონირება, ცოტა იყო რომ აერია სიტუაცია, რო არეულ კარტს რა, რაღაცა არასწორ, ანუ სხვანაირ ნაბიჯს რო გააკეთებ. საბოლოო ჯამში რანაირად შეიძლება. ეხა იყო ერთ-ერთი განცხადება მაგის ძალიან მენიშნა, რომ ვერ დაიჯერა, რომ მოლაპარაკებების დროს რო დაპირდა ტრამპს, რომ შეწყვეტდნენ და იმავე მომენტში დაიწყეს დაბომბვა ისე უკრაინის და ეგეთი რაღაცეები ახლა პირველ და მეორე გამოცდილება რო ექნება პუტინთან, რომ თვითთვის შეთანხმება არ არსებობს, ანუ საერთოდ არაფერი არ არსებობს წმინდა მაგ ადამიანისთვის, მიხვდება კიდევ უფრო რა. მე არ მგონია რომ მაგას პუტინი ევასებოდეს. თან მით უმეტეს თუ ძლიერ ტიპად თვლის, მით უმეტეს გონია რომ თავისი აი ეს რაღაცა უაზრო ეგო რაც აქვს, არ მისცემს საშუალებას. არა, ამერიკის ინტერესი ეგ არის მიგმომა. და მეორე იმაზე რომ გადავიდეთ ობიოს გამონათქვამი საქართველოს ხო ეს კაი თემა იყო. ხო საინტერესოა. ანუ კოცები ვერ ამაგებენ ტრამპთან სიტუაციას და რისი დამლაგებელია. ხაი ამათზე სასაცილო სიტუაციაში მე ხელისუფლება არ მახსენდება საერთოდ. გენიალური კომენტარი ეს წაიკითხეთ ერთი დიქტატურაც რაღა აი სამიოსო როა რაღა მაგათი დიქტატურა თუ დიქტატურა აუცილებელი იყო რაღა ამათი დიქტატურა ვარგუნეა რა პატა შემოგესწროს ეგ სამასოა ამერიკის გვიჭირს პოლიტიკაში ასე რომ მანდიო ისა ერთი ადამიანი ბუნება მახვილ ადამიანს ვისაუბრები და როგორ ახარ მეთქი და ისე გავიღვიძეო თითქოს აქო ტრამპი იყოს პრეზიდენტი და იქ ყაველაშვილი როგორ იქნება ანუ ზე როგორც უნდა იყოს ალბათ ხო და ანუ კარგი სიტუაცია არსად არის საქართველოში ავხარებენ ალბათ ფსევდო დიქტატურას რაღაც ხალხს იჭერენ სვამენ ციხეში აი ხა დღეს იყო თუ გუშინ არ მახსოვს წავიკითხეთ საბოდში ამდენჯერ გაგაწყვეტინეს მაგრამ ცნობაცები მომდის ძალიან საინტერესო სტატუსი ერთი არ მახსოვს ვისი დაწერილი იყო მაგრამ იყო ძალიან საგულისხმო რაღაც რომ საქართველოს ბანკმა და ბლოკა დაუხადა ანგარიშები თუ რაღაცა ეგეთი ვიღაც რუსებს რა კონკრეტულ ადამიანებს რომლებსაც არ უყადაღებდნენ არასდროს ხო და ეგ პირველად მოხდა აი კიდევ ექსპორტის აქვს რუსეთის მოქალაქე ხო და აი ნახეთ რატო რეალურად
ეს სანქციები რაც დაიწყო, ეხა შედის ძალაში რა. ხო და რეალურად სავარაუდოდ ამათ რაღაც ნაუთები მიუვიდეთ, რომ საერთოდ გათიშავენ ამ ბანკებს თუ არ ჩაჯდებიან ამ კალაპოტში იმის რა, სანქციების. ხო და ძალიან ანუ დამანგრეველი იქნება ეს. საერთოდ დაიხურებიან, ხვდები ხა. ეს არის კომპანიები, რომლებსაც 200 და 300 მილიონი აქვს სუფთა მოგება წელიწადში. საქართველოში. მარტო საქართველოს ბანკი კი არა, სადაც საქართველოს ხა პირველმა ქნა და მიყვება უეჭველი TBC-ც და ყველაც. უბრალოდ რა დონის უნამუსოები არიან ამათი მფლობელები მიტინგებზე რო დადიან იქ და ითხოვენ რაღაცებს და თვითონ ამათ ბიზნესებში მსოფლიოში შეზღუდულ რუსებს, ოლიგარქებს, მათ ნათესავებს მშვენივრად აქვთ ანგარიშები და ბრუნვები. აი ამ ხალხს როგორ უნდა დაუჯერო საერთოდ რამე. ეს ნორმალურები არიან. შევიდა გინდ ხაზარაძე და ანუ ამ ბანკების მფლობელებზე ხაზარაძე რა მფლობელი TBC-ს რა ვიცი როგორც გავიგე მგონი უკვე აღარ ჩემი აზრით ძალიან ნორმალ სტანდარტებთან გვაქვს საქმე, როდესაც პატრიოტული რეკლამებით აქვთ აკლებული რაღაცა დროშებით 26 მაისი და ამ დროს დასანქცირებული რუსები მარტო საქართველოს ბანკით და TBC-ის ბანკით აგვარებენ თავის პრობლემებს და ბრუნვებს. თავარი ბანკი სხვა არის საქართველოში და ბანკებზე პასუხისმგებელი ძალიან ერთი კაცი გაეთა მოსუქებს. ხო და ეს არის რაღაც აბსოლუტური სიტუაცია, მაგრამ ეხლა ქართულზე ამბობენ, რომ შეიძლება გაუთიშონ SWIFT-ი და ანუ ქართულს მაგრა დაერხება კონკრეტულად ქართულს. ნახოთ ისინი ჩვენ არიცით ხო ბევრი რამე ხო რავი ეხლა ჩვენ იმედია რაც ზედაპირზედეს რეალური სიტუაცია იმას თქვა ძალიან მკვეთრად არ განსხვავდება ხო ან ჩემი შეჯამება მაინც ის არის რომ მგონია რომ სანქციები ამათ განადგურებს ქართველებს კონკრეტულად აი ჩვენ არც ის ნაუთობი გვაქვს და არც რაღაცა ქვეყანაში რომ ის ჩაკეტვის რამე ის ვერსია განიხილავს. ხო, ეკონომიკას არ ექნება კარგი დღე. ნუ ეს რაც ნიშნავს, რომ არაფერს აღარ ექნება კარგი დღე, არც ანუ მე ვფიქრობ, რომ სანქციები ამათ დაასრულებენ მართლა. და კოცებს ხო. ყოლად არ არის ახლა ესენი ამერიკისგან რომ ეს ეხვა წაფიან დონალდ გემუდარები გითხარი რომ ვართ პრეზიდენტები და ვართ ლეგიტიმურები დონალდ გითხა ანუ ეს პოზიცია აქვს ადამიანებს აი უნდა მოვითმინოთ 17 იანვრამდე და გადავრჩებით და რაღაცებს ყვიროდნენ ანუ ვის რა შეაინტერესებს ეს მაგ 8 მილიარდიანი რაღაცა მონები ვარსვაი წნეთში ბინების ფასად რო გაყიდეს საქართველოს. მოდი გადმოვიდეთ ჩვენს რეალობაშიც ხო, იმიტომ რომ ბევრი გვაქვს ალაპარაკო. ჩვენი კომპანია რაც ყველაზე სასიამოვნოა არის ის რომ იზრდება და მაქსიმალურად მოქნილი ხდება იმისათვის რომ კიდევ უფრო მეტი თქვენი მოთხოვნა და საჭიროებები დააკმაყოფილოს და ხა მახასთან ერთად გავივლით რა სერვისების მიღება შეგეძლება ჩვენთან გარდა ტაქსებისა პირველ რიგში მადლობას გადაგიხდით იმისთვის რომ იჩენდით ნდობას მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენი კომპანიის მიმართ და გვაძლევდით შანსს რომ დაგმარებოდით და ახლა მოგიყვებით ხო რა თქმა უნდა ყველას დიდი მადლობა იმ ათასობით ადამიანს და კომპანიას რომელსაც ჯავას ჩემი დახმარებით გადასახადებია და ეხადეს ამერიკაში და რა თქმა უნდა ვინდა გავამართლოთ ეს ნდობა და უკეთესად მოაზრდეთ მომავალი დღისთვის და დამატებით შემოსავლების დამატებით სერვისები შემოგთავაზოთ მანამდე შემოსავლებისაც შემოგთავაზებთ მანამდე დამატებით სერვისები შემოგთავაზოთ რაც აქამდე არ იყო
პირველ რიგში ეს არის საბუღალტრო მომსახურება, ესეთი კომპანიისთვის, რომელიც აკეთებს რა ეხმარება გადასახადების გადახდაში არის ნორმალური ამბავი ფაქტიურად იმ კომპანიებს, ვისაც ჩვენ უკეთებთ გადასახადებს, იმათ მომსახურებით უკვე ყოველდღიურ, ყოველწლიურ კვარტალურ ბაზაზე ვისაც რომ მოწესრიგებული კონდეთ ყველაფერი არა მარტო საგადასახადო ვალდებულებები კონდეთ მოწესრიგებული ყოველდღიური ბუღალტერიაც რა ფაქტიურად ფლობდნენ თავის ფინანსებს უკეთესად იცოდნენ თავისი შემოსავლების გასავლების შესახებ რა შემოდის რა გადის რა რაში შემოდის რა რისთვის გადის ასე შემდეგ ამის აღწერა ყველაფრის არის ბუღალტერია და ბუღალტერიის საკითხებში ვისემე. რამდენიმე კითხვა მექნება მაგასთან დაკავშირებით. კითხვა, რომელიც ვფიქრობ, რომ დააინტერესებს თვითონ საზოგადოებას. აი ეს კომპანიების ზომას აქვს მნიშვნელობა რა მხოლოდ კომპანიებზე საუბარი? არა აქვს მნიშვნელობა, ერთკაციან კომპანიებს რაც ძალიან ბევრია ქართულების მიერ და ფუძნებული და იმ სფეროებში მუშაობს უმრავლესობა მაგალითად ტაქსის ან თუნდაც საკითხი გადაზიდვებით რასივი გაწოდებული ტრაქების ბიზნესში მათ დიდად არჭირდებათ ეს ყოველდღიური და ყოველწლიური და კვარტალური ბუღალტერია მათ ერთი სახის შემოსავალი აქვს გასავლებსაც მეტნაკლებად იტანს დავრიენათმა წლის ბოლოს მოგწევს ის საკუთები რაც ტაქსების გადასახადები გამოკეთეთ მათთვის გადასახადები დექტორები მართალი ესე თქვა მაგრამ უკვე მცირე ბიზნესები რაც არის მცირე ბიზნესი არის ითვლება 50 დასაქმებულ ადამიანამდე პატარა მაღაზიიდან დაწყებული პატარა საპარიკმახერო და რა ვიცი ნებისმიერი პატარა establishment სიტყვათან ორგანიზაცია პატარა რომელიც ფუნქციონირებს და მუშაობს მას უკვე ჭირდება იმიტომ რომ აქ შემოდის sales tax ესეთი გაყიდვის გადასახადი დღგ-ის ნაირსახეობა აკაური რომელიც კვარტალში ერთხელ არის გადასახდელი ასე შემოდის პატარა ასფინირული ხელფასის გადასახადები აქ შემოდის აღწერა ყოველდღიური თავის შემოსავლის და გადაგასავლის სტრუქტურის და აქ უკვე ჭირდებათ რა ზემენიც პატარა ბიზნესს მაინც აკეთებს ახლა დიდ ბიზნესზე რა თქმა უნდა ლაპარაკი არის დიდ ბიზნესს განსაკუთრებით უნიშნავანია რომ კომპანიას ანდონ ხო ესეც ამაზეც მინდა გითხოთ რა უპირატესობები აქვს იმას რომ კომპანიასთან აკეთებ იმასთან შედარებით რომ თქვათ აიყვანო ერთი ინდივიდუალური ბუღალტერი კომპანიისთვის ხო ნუ იქ არის არის პროფესიონალიზმის იქ არის იმ კასტინგზე რომელიც გჭირდება რომ ერთი ადამიანის დასაკირებლად სარდეს ერთი ადამიანი რომელიც საკუთრული შესაძლებელი მე თუ არ გამოგადგა უშუალო მოიყვანო იქაც ჩააბარო ყველაფერი რაღაც ეს ისეთი ის არის ვიდრე ეს არის რეალურად დროში ძალიან გაწელილი ქექულებთან დაკავშირებული და შედარებით იმასთან რომ ახლა კომპანიის და კომპანიაში ერთი მუშაობს 2-5-10 კაცი რომელიც ამ საქმეთან დაკავებული და კარის რაღაც განხორციელება პროცესის. ნდობაც ისაც ახლა კომპანიის პასუხისმგებლობა სხვა არის და ახლა ინდივიდის პასუხისმგებლობა თქვათ რაღაცაზე ვერ თანხდება ხო ორი კომპანია რაღაც ან კომპანიის პასუხისმგებლობა უფრო მაღალია სავარაუდოდ და იმის ალბათობა რომ კომპანია თავს გაართმევს თავის ყველა პასუხისმგებლობას. იმიტომ რომ ის ხო გარდა მაგისა თუ კომპანიას ქირავთ მე როგორც ხვდები თქვათ იმ შემთხვევაში თუ კომპანიასთან მიდიხართ თქვენი ბიზნესის ბუღალტერიისთვის ახლა კომპანია აღჭურვილია ისედაც უკვე ყველაფრის თუ მოგხავთ ინდივიდუალური ბუღალტერი შესაძლოა მოგიწევთ მას დაახვედროთ რაღაც სოფტები ესე თქვენ ისიც ხარჯია ხო რაღაც კი ვითხარ შესაძლოა არ კონდეს ხო ყველა სოფტი ან ის subscription-ი არ კონდეს რაც თქვენ სერვისებს ჭირდება ასე რომ მაინც აქვს უპირატესობები და
ყოველთვის უფრო ჯობია დაზღვეული იყო. რა თქმა უნდა და თან ბევრი მოდის და ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ ქართულ ენოვან ხალხთან კონტაქტია. კი ბატონო. უბრალოდ ის იმ სიტუაციაში როცა ხალხს უჭირს კომუნიკაციის დამყარება, ფინანსური, ინგლისური ცოდნა კიდევ უფრო მაღალ ინტელექტუალურ რაღაცებთან დაკავშირებული და ის რომ მშობლიურ ენაზე დაამყარებ კონტაქტს და უხსნიან რა თქმა უნდა და შეცდომის ალბათობაც ნაკლებია როცა იმიტომ რომ კომუნიკაცია არის 100%-იანი შედეგით ანუ გესმით ყველაფერი ერთმანეთის შესაბამისად ეგ ძალიან დიდი პლუსია რა თქმა უნდა როცა გარდა მაგისა მაგასაც ცოტა მორალური ეხლა ერთი ჩემი თანამოსახლე მეუბნება იმ დღეს რომ ძალიან გავრცელებული აზრია რომ არა ქართველ წყონს არ იძახებენ რაღაც ქართველები რაღაც მომენტში საერთოდ ესე გადარჩა ძალიან ბევრი კომუნიტი აქვს. კი, ბევრი ეთნოსი მასე გაიზარდა და მასე გაძლიერდა ზუსტად რომ ეს ფული ერთმანეთში ტრიალებდა რა. ახაც ეგრეა. ხო, ებრაელების უბანში შედიდა იქირავე. წართული. თავიანთი ბროკერები ყავთ, თავიანთ ბაზარზე მუშაობენ, ისევ თავიანთი ხალხი შეყავთ, გამოყავთ, ასაქმებენ და ემსახურებიან და რა ვფიქრობ, რომ ჩვენს თუ მივბაძავთ, ერთმანეთის სერვისებს თუ მოვიხმართ ყველა, თლიანად ქართველები გავძლიერდებით აქაც და იქაც. ისგონია და ეს მორალური, ასე ვთქვათ, განზომილებაც გააჩნია ამას, რომ ქართველებთან ეთანამშრომლობენ, ასე ვთქვათ. კი ბატონო. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი სერვისია ის რომ შევიძინეთ უფლებები და წარმოვადგინოთ ერთ-ერთი დიდი კომპანია რომელიც არის დაფარული ეგრეთ წოდებული tax relief-ით ანუ გადასახადების მოგვარებით ანუ თქვენი უკვე იმ ჯარიმების გადახდით რაც ყველგან გაგიფაროთ და დაგაკისრათ თქვათ IRS-მა ან შტატმა ამაზე ჩვენ გვქონდა ერთი ვიდეო რომელმაც უამრავი 1000-ობით ნახვები შეაგროვა საერთოდ რომ ჩვენ უნდა კომპანია ვიყოთ გეტყოდით რომ დავიწყოთ გააკეთეთ და დავუშვით შეცდომები დაჯარიმდით და მოდით ჩვენთან რადგან შემდეგ უკვე მეტის გადახდა მოგიწევთ ჩვენ რომ ყოფილიყავით სერვისია ზუსტად ხო ასე რომ თუ თქვენ ნახეთ ის ვიდეო არ დაგვიჯერეთ ან უფრო სწორად შეიძლება თქვა დაგვიჯერეთ და წახვედით ხუმრობას ვერ მიგვიხვდით და დაგვიჯერეთ და სხვა კომპანიასთან ბუღალტერთან წახვედით და მოხდა ისე როგორც ჩვენ ვიცინას წარმატყველეთ და დაჯარიმდით სწორად ახლა ის დრო როცა შეიძლება მოხვიდეთ და მოგეხმარებით გამოთ მაქსიმალურად შევონციროთ მინიმალურამდე დავეყვანოთ თქვენი დავალენება იმ მეთოდიკით რაც აქვს იმ ხალხს ვისაც წარმოვადგინეთ და ის ხალხი ძალიან მაღალი შედეგიანობით გამოირჩევიან ხალხი მიდის იმათთან უმზარმაზარი ვალებით და ძალიან დიდ შეყავაც უკეთებენ სწორი მოლაპარაკებით, სწორი კომუნიკაციით ARS-თან და სწორი კომუნიკაციით შტატთან ეს არის ახლა ARS-ი არის ფაქტობრივად სადამსჯელო ორგანო ყველაზე ბრუტალური სააღმოსრულებლო მიურო მსოფლიოში ასე ეძახიან თუ და იქიდე ესე თქვა მოტრისას ისეთი ხო მაგ უპატივცემლობას არ გპატიობენ აშკარად აი მოდი აი ეს კარგად დავანახოთ ადამიანებს რომ მიხვდნენ ვინ ჯდება ამ კატეგორიაში აი ვის ჭირდება tax relief service ეს არის ადამიანი ხო როგორც მე მესვრის თუ შევწდები შემისწორეთ რომ ეს არის ადამიანი რომელმაც რაღაც მიზეზთა გამო ვერ შეძლო ან არ გადაიხადა თავისი წლიური გადასახადები ერთი ან მეტი წლის და ეხლა ARS-მა უკვე ამისთვის რაღაცა ღონისძიება აწარმოა ესე არის თუ არ გადაიხადა და იპოვეს მის სახელზე შემოსავალი იპოვეს დარღვევა სიტყვაზე კლიენტი ყავდა რომელმაც მეუღლესთან ერთად გააკეთა გადასახადები რამდენიმე წლის წინ 21 წლის გადასახადები მეუღლემ
ამის 1099-დან ეს საკონტრაქტო ინფორმაცია არ გაატარა, ანუ ამან მთლიანად გამოვიდა, რომ დაამრვა ეს შემოსავალი, თვითონ მიიღო და მეუღლესთან ერთად მარტო მეუღლის გატარდა. ახლა 24 წლის ბოლოს 25 წელს მოვადგნენ და უთხრეს, რომ აი ის აღმოჩინეთ, რომ 100,000 თუ რაღაცა გახლოთისა მიგიღია მაშინ და შენი ვალი არის რაღაც 50,000, იმიტომ რომ მას უკვე ჩვენ თვლით, რომ ხარჯი მაქვს ან არ ქონდა გაწეული. ან მეორე ანუ ხარჯებს აღარ თვლით უკვე და მთლიანად გითვლით ამას მოგებათ დაგიკისრა რაღაც 50,000, ახლა გავიდა 3 წელი 50 გახდა 65,000. მოჩა ეს არის ვერდიქტი ფაქტები, ან ეს ამდენი გაგვალი ჩამოსატანი რაგი მოიტანიც მომ ფანტავისებს ხო და ამასთან ახლა დამალვა არ მისვლა პასუხის არ გაცემა ანუ დამალვით ვერ დაემალებით საბოლოო ჯამში მათ შეუძლიათ ამერიკის გარეთაც შეგიქმნან პრობლემები ხო? ყველაფერი შეუძლიათ ანუ ამას თუ პასუხებ რაღაც მსგავსი არის ახლა ჩვენ კლიენტები ყავს რომელსაც აქვს 400,000 დავალენება ზოგს აქვს 100,000 ზოგს ნაკლები, მაგრამ ყველა ფაქტიურად გასაკეთებელია. ყველაფერი გასაკეთებელია კი. ამასთან უნდა სწორი კომუნიკაცია. მიხვიდე, უნდა გამოჩდე და რაღაცა უთხრა, ხო და უთხრა, რასაც იტყვი, როგორც მაშინ გამოყენებული იქნა შენც როგორც კიცებულება, ისე კიცებულება და ამიტომ ეს სწორი კომუნიკაცია, ამას უნდა წარმომადგენელთან ერთად კომუნიკაცია, რომ სწორად შეირჩეს შეთავაზება, სწორად შეირჩეს ტაქტიკა, სტრატეგია ერესთან ურთიერთობის და ამას უნდა ცოდნა და დიდი გამოცდილება, დიდი იდეალურ შემთხვევაში მე როგორც გავერკვიე, ასე ვთქვათ, თქვენგანაც და რაღაცებს რო გითხოვდი, იდეალურ შემთხვევაში უნდა გყავდეთ წარმომადგენლობა. იმიტომ რომ თქვენი ცოდვები უკვე გაქვთ, ასე ვთქვათ, იქ და ჯობია რომ მათ დაინახო, რომ მათთან კომუნიკაციაში არის ორგანიზაცია, რომელსაც სიტყვაზე თუ გაიგზავნება ზერილი, რომ აი მოდი გადამინაწილე, იმას წონა კონდეს, ხო? ეხლა ვისაც თქვენ რო გაგზავნით, რომელსაც დამალული გაქვთ უკვე, ან ვერ შესრულებული პირობა გაქვთ, სად ორგანიზაცია რო გაგზავნის, ხო ესეა? რა თქმა უნდა, ჩვენი ჩართვის შემთხვევაში შვება იწყება დაუყოვნებლივ. ანუ აი ხა ყავს კლიენტი, რომელსაც გაუჩერეს ანგარიშები და უყადავს რაღაც ქონება და ეხლა დღეს მიიღო წერილი, დღეს ვაპრობებთ ხელშეკრულებას. დღეს მიიღო წერილი, რომ გაუჩერეს მართვის მოწმობა უკვე. ეს ადამიანი შიშობს რომ გადავა ეს ყველაფერი მწვანე ბარათზე და აუცილებლად გადავა რა? ხო, მწვანე ბარათი არის ერთი ცხოვრების უფლება რა, ან ჯერ მოქალაქეც არ ახარ და ისიც პასპორტივით არის იმისალით. კი, პასპორტის დაუქმებაც ხდება რაღაც. არა, ამას ვამბობ თვითონ driver's license-ით პასპორტის მეორე სახეობა ამერიკაში პირველი არა. ID არის, ხო? მაგის გარეშე რა ვიცი უნდა გააკეთო. გააკეთეს. ნუ მანქანა არ მყავს და ID თუ აკეთებ ყველაფერს, ანუ მაგ ლიცენზიით. მანქანა ყავს, ესე იგი მანქანა თუ მუშაობ, ხო დაუყული ხარ მაგის დაუქმებით რა. მანქანა თუ არ მუშაობს და გადაადგილდები, ისეთ ადგილას ცხოვრობს, სადაც სხვა. აუ, მიფრინავ, ვიცი, ხა ელემენტარულ ყველაფერში გჭირდება ეს. ხო, მაგრამ ამერიკის დიდი ნაწილი ცხოვრობს ისე და მუშაობს ისეთ ადგილას, სახელმწიფოს აპროკურორები მანქანა ჭირდება. კი, ელიცენ. ტრანსპორტი ჭირდება პირველ ნომერში, მაშინ ხო, მაგრამ აი, სადმე რომ მიფრინავდე, მანდაც გჭირდება, მაგით დაფრინავს ამერიკელი. ხო, ამერიკაში მცხოვრები. მაგრამ ამის ახლა მნიშვნელობა არის უზარმაზარი მართვის მოწმობის, ვისაც ამერიკაში მცხოვრია, ყველა მიცის და ეს უკვე გაუქმეს. შეუჩერდა. ახლა დაუყოვნებლივ რამდენ ხანში შეიძლება სიტყვაზე თუ აი ეს ორგანიზაცია წამოვიდა თანამშრომლობას. გაუყოვნებლივ, ესე იგი ჩვენთან როგორც კი გქონდება ხელშეკრულება, მიდის პაულო ფატერნე აქვე მინდობილობა აი ჩვენ ჩავერთეთ
ამ პროცესში ხო ამ პროცესში მაშინ აძლევენ რაღაც ვადას და ის იმას უხსნიან თქვათ აი ამ მართვის მოწმობის შეჩერება უმრავლეს შემთხვევაში შეიძლება მოუხსნათ ეს აღსრულება გავაჩეროთ სანამ ჩვენ შევისწავლეთ ამას შევისწავლეთ ზედაპირას შეიძლება ნახევარი შეიძლება გაგრძელდეს ეს ამბავი მაგრამ დასრულდება საბოლოოდ უკეთესი შედეგით ერთი არის ხალხი აფრონალის ხელშეკრულებას იმას წარმოადგენლობაზე ხუმრობით ამბობდნენ რომ ერთი საქმე არის ისეთი კაი საქმეა ესა რა კაი საქმეა იმიტომ რომ ვერაფერს ვეღარ გააფუჭებ უკვე ისე გაფუჭებულია საქმე ადამიანს რომ ამას იქით ჩვენ ვერ გავაფუჭებთ რაც მოინდა მხოლოდ გამოვასწორ მარტო გამოსწორება და შედეგი რეალური არის მარტო წარმომადგენლის პროფესიონალიზმზე დამოკიდებული და თუ საქმეებსაც ჩვენ რაც იქნება რთული იმასაც მოვკიდებთ ხელზე, რაც იქნება სუპერ რთული იმასაც მოვკიდებთ. ხო, ეს წარმომადგენლობა ეს ხალხს ვინც 20 წელი და 25 წელი ამ საქმეში. ხო, ეს არის რაღაც პარტნერშიპივით, რომელიც ჩვენმა ორგანიზაციამ გააფორმა ამ გამოცდილ ორგანიზაციასთან, რომელიც შტატთან და ერესთან თანამშრომლობის ათწლეულებით გამოირჩევა და ბევრი გადარჩენილი кейსით, ასე ვთქვათ. შესაბამისად, ჩვენთან თანამშრომლობა რაღაც ნიშნავს რომ ისინი პოზიციონირებენ ამ თემას. ანუ მათი ასე ვთქვათ ზურგიც იქნება ამ ყველაფერში გამოყენებული და ძალიან მაღალია ალბათობა იმის რომ თქვენი ასე ვთქვათ სასჯელი შემსუბუქდება შეჩერდება ასე ვთქვათ. ეს არის სასჯელი არა ეს არის ხო ნუ გამოტოვებული შემოსავლები რაღაცა ვთქვათ ბუღალტრის არაკომპეტენტურობის გაშებული შეცდომები რაც მე ძვირად ჯდება ხოლმე ჯდება იმიტომ ჯარიმები ეკისრება ადამიანს ან ორგანიზაციას საკმაოდ დიდი და აღსრულებაც შეუძლიათ ყველაფრის ბანკის ანგარიში გაჩერება ნებისმიერი ხელფასის ან დახმარების ან რაღაცის აღება და წაღება დავალენებაში ნებისმიერი ქონების უძრავი და მოძრავი ქონების დაყადაღება მართვის მოწმობის გაჩერება პრეპარატის გაუქმება ყველაფერი შეუძლია ეს ყველაფერი ვავირიდოთ თავიდან იმ შეცდომის გამო რომელიც თქვენ დაუშვათ თქვენმა ბუღალტერმა დაუშვა ან ვიღაცა უკვე დაუშვა ეს არის კარგი საქმე სხვა ესეთი მადლიანი საქმე გადაარჩენა ამ ბევრ ადამიანს რა თქმა უნდა ძიმე შედეგებისგან და კი ბატონო ესე იგი ეს ორი ძალიან მნიშვნელოვანი სერვისი ნუ კომპანიებსაც აქამდეც მოაკეთებდით ხო უბრალოდ უფრო ესე გავაცანით ხალხს ბუღალტერიასაც და ამაზეც გვიმუშავია და კიდევ უფრო ინტენსიურად ამ სერვისებს გავზდით და ეს ორი კიდე არის ძალიან საინტერესო ასე ვთქვათ ეხლანდელი დროისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რომ ძალიან ბევრი ქართველი ხდება რომ დროა დაიწყო ბიზნესი, იმიტომ რომ გავიდა წლები, რაღაც დანაზოგი აქვს და უამრავი კომპანია გაჩნდა, ეხა ისეთ ობიექტებს ახსენებენ ხოლმე ქართულებს, რომ ძალიან ვიხარია რა, რომ ისიც ხო ვიღაც ქართულს დაასაქმებს და გაძლიერდება რა. სხვადასხვა ჩვენ რო დავიწყეთ ეს პოდკასტი თქვენ ამბობთ ხოლმე, მე მიხარია რომ ჩამოვდით ხოლმე, რომ ჩამოვიდნენ ბევრი მივიღოთ და ცოტა არ მესწოდა მაშინ რომ ან მიგრაცია რაღაც სევდიანი და ნეგატიურისა რა და ეხა რო ხედავ როგორ იზრდება ეხა რამ 5-6 თვე გავიდა მას მერე და ამ 6 თვეში ძალიან ბევრი ის გაიხსნა ობიექტი გაიხსნა ბევრი ბიზნესი ქართული ისეთი ხდება რომ მართლა ერთი თვის წინ არ იცოდი ეგეთი რამე თუ არსებობდა და ასე რომ ადამიანებო ვისაც გააქვთ ბიზნეს იდეები ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი ხაზი იქნება სერვისის ის რომ ვეხმარებით ბიზნესის რეგისტრაციაში და ლიცენზიების მოპოვებაში და ეხლა ლიცენზიებზეც მოგვიყევით. რა მნიშვნელობა აქვს ამ ლიცენზიებს? იქნება ჩვენ ვაკეთებთ კონსალტინგი, რაც პირველი ბიზნეს კონსალტინგი, რაც დაწყე პირველი ის არის ნაბიჯი იყო ჩვენთან აი ბელარო იყო სტუმრად თქვენ რომ
ვერ ნახა მაშინ წესიერი კონსულტანტი და ყველა ისე გაუბერა ეს ჭირდება ცხოვრებაში ვერ გააკეთებ მაგას გადაათქმევინეს ფაქტიურად ბიზნესი დაწყება მაგისთვის ჩამოსულ ადამიანს ხო საცხობით გაკეთება უნდა და ვიცი საქართველოში ქონდა ძალიან კაი საცხობით აქ უნდა და იგი გადააფიქრებინეს ფაქტიურად აი მის გამო რომ ისე ცელაპარაკება და ხურ მოკლედ იცოდა ეს ყველაფერი და თვითონ ვერც იზამდა ალბათ მარტო ეგრე გაუჭირდებოდა მაგრამ არ იცოდა ესეთ კომპანიაზე ხო რეალური ინფორმაცია რო ქონდა არ მგონია ვერ ეკა ხა ყველა კეთებს ბოლო უამრავი თავად ინდივიდუალურად ხო ჭირდება ვიღაც ვინც ვიღაც ჭირდება კი თავარი ის არის დაფინანსება და დაფინანსებასთან როგორ მივიყვანოთ მაგზასაც ვაჩვენებ ხოლმე მიყვავს მაგ დაფინანსებას თვითონ დაფინანსებასაც ბერჯერ გამიგებია რომ თანაც დავხმარებიოთ ფინანსების მოპოვებაში ბიზნესის დასაწყებად და ბიზნესი განვითარებისთვის ხო ყოველდღიური ამბავია ფაქტიურად რომ თუ უკვე დაწყებული გაქვს უფრო ადვილია თქმა უნდა ასე რომ ხო ანუ ესეც მნიშვნელოვანი სერვისი რაც არის ეს არის ყველა ლიცენზიის აღებაში დახმარება რაც ჭირდება ადამიანს თქო ეს დაწყებული რა ვიცი ხელი ყოველს კლიენტები რა თქმა უნდა ბევრი რაღაც კორპის ობიექტებს ხსნიან ეს მუდმივად რამდენიმე კარტელი ხსნის კორპის ობიექტს ბოლო დროს ნიუ-იორკში ცუდი არ არის ჩავშედით იმიტომ რომ რაღაც თან კარგია პირიქით კარგია ხო პოპულარიზაციაც ხდება ეს არის ფაქტიურად ქვეყნის რბილი ძალა რომ ვიღაცას უყვარს ქართული საჭმელი ის როცა ხა იმას ქართული ადამიანის არ იზღება როგორც მინიმუმ და იმის ქართული არაფერი არ იზღება ხო თქმა უნდა ჩვენი სამზარეულო მართლა მაგარი ის არის ჩვენ თურქეთში მომიწია რაღაც პერიოდი ცხოვრება და იქ აქვთ გრანტების პროგრამა სპეციალურად მედიხარ 100,000 თუ აჩვენებ რომ სადღაც ამერიკაში ევროპაში ფართი და ხსნით თურქულ რესტორანს თურქეთში გაძლევენ მაგის ფულს რა ეს კულტურის გავრცელების პროგრამა არის რეალურად რეალურად ხო კულტურაც არის გასტრონომიის გავრცელების ეს არის კი რა თქმა უნდა მე მივესალმები მაგას იმიტომ რომ ცოტა აგდებული დამოკიდებულება არის ხოლმე მაგრამ მართლა ქართული სამზარეულო ძალიან ბევრ რაღაცას მეტყველებს საქართველოზე და ამით ძალიან ბევრ რამე რატო ღვინო არ არის ჩვენც ძალიან მნიშვნელოვანი რა თქმა უნდა მე როგორც ხელოვანს კინო და ლიტერატურა მირჩევნია უფრო ჭირდებოდეს მაგრამ ადვილად მოხმარებადი უფრო არის ეს და ბევრად მეტი ადამიანის ყურამდე და კუჭამდე მივა მე ვიხავი გერმანიაში ერთ მეღვინესთან სტუმრად და ის ღვინის ტურიზმზე ლაპარაკობდა და ღვინის ტურიზმიდან როგორ გადადის ყველაფერი კულტურაზე და ხელოვნებაზე საბოლოოდ ან ეს გერმანიის პოპულარიზაციას ზედამზე ლაპარაკობდა მაშინ უთხარი რომ საქართველოში ღვინა რამე 90 წლებში პრაქტიკა და თქვა რომ ტურიზმი თქვენს ადრეანტ გუშინ გავიდიო რაღაცა აფეთქდა იქავენ რაღაცა იმაში 90 წლების დასაწყისი ლაპარაკი და თქვა რაღაცა აფეთქდა ზამუნით რაღაცა არაფეთქდა რაღაცა ჩვენ ეგეთი ის არა ეგრე არ მუშაობს 10 წელი და გვესმოდის რომ მარტო შენდება და მშვენდება რაღაცები და ეკი არა ღვინო კულტურა და გასტრონომია არის დაკავშირებული ყველაფერი ერთმანეთთან კი საჭმელი ჩამოიყვანს და მერე იმ მუსიკასაც მოისმენს და კინოსაც ნახავს დაინტერესდება ბოლო ვინ არის ქართული მწერალი თუ ესეთი გემრიელი საჭმელი რაც ხონა ვეწერა სადღაც და კი ბატონო ვიღაცას ხონდა ეძღვნა რა ესეთი სამზარეულოს პატრონ ქვეყანას ცუდი მწერლები არ ეყოლება და ცუდი მუსიკოსები ხო და დაინტერესდება ისწავლის ქართულს და წაიკითხავს კი დღის ბავშვს კი მოიყვანს ქართულ ცოლს ერთხელ ავსტრიაში ძალიან მიყვარს ხოლმე აი
ქართველი ქალები, რომლებსაც სამზარეულოს მეორე ადგილზე ვაყენებ ქართული პოპულარიზაციის გავრცელებაში, ქართული კულტურის პოპულარიზაციაში, ქართულ ქალებს, რომლებიცაც უცხოელი ქმარები ყავთ რა, ქმრები ყავთ. რა ქართულით დავიწყებ. რომ ხანდახან რო ხვდებიან რა, ან პასპორტ კონტროლზე ან რაღაცას ერთხელ ბილეთს ხვიდულობდი ვენაში. მე მგონი სადღაც მივდიოდი და მრავალი პასპორტი მომთხოვა და რო ნახა რომ ქართველი ვიყავი, ერთი წამი გაჩერდა და რაღაცა მობოდა ქართული წინადადება ძლივს რა და მე ცოტა შემეჟინა მეთქი ხა მან არ დაიწყოს ჯერ იყო ახალი მიღებული ისა რა ქვია ვიზალიბერალიზაცია და ყველა მარიცოდა ევროპაში ყველა ფორმიან მარიცოდა და რაღაცებს ეკითხებოდნენ მეთქი შეიძლება ამ პასპორტი და დაწყნარდით უვიზოთ ხო და მე ერთი რაღაცა მეგონა და უცებ რაღაც ქართულად მითხრამ ტიპა და რა ხდება მეთქი და იცო ქართველი წონი ვყავს უგიჟდებიო საქართველოს მეორე ადგილზე თუ პირველზე არა ქართველი ქალები ნახდათ არიან რომლებმაც სხვანაირად დაანახეს ხა მე კაცებიც კარგი ხრევი არიან უცხოელებისთვის პირი მე უცხოელი ცოლიანი ქართული კაცები ძალიან იშვიათად მახსენდება ბატონყაც შეიძლება ჩემი პრობლემა იმას კი არა უფრო რაღაც უფრო მახსენდება რომ აი ქართული ქალები რომლებსაც უცხოელი ქმრები ყავთ ეგ უფრო მახსენდება ამის მე უფრო მეტი იქნება მე ქორწილში დაპატიჟებული ინგლისის დროში ხო ეს შერეული ოჯახია ქართულ რაღაცა ხო ეხლა იქნება ეხლა ვიწყებ ვთქვათ ქართულ ბიჭს მოყოს მაგაური მეუღლე ანუ ესეთი ბევრი იქნება თუმცა ხო რა ვიცი ეს უკვე პირადი საჩვენა გადმოვედით მე მგონი ლიცენზიები ხო ლიცენზიებიდან გადმოვედით არ ვიცი ქართული სამზარეულოს გაცილება ხო სამზარეულოებს მოვედით და ხო და მოკლედ ლიცენზიები გჭირდება ყველაფერში მე როგორც მივხვდი ლიცენზია ყვებაშიც ალკოჰოლშიც building department-ი fire department-ი დღეს აღმოვაჩინე მე პირადად მახაზმა მითხრა მანამდე და მე შევამოწმე რომ მარტო ნიუ-იორკის შტატში არის 1200-მდე სერვისი რომელსაც სჭირდება ლიცენზია ან permission-ი ანუ გამოდის რომ ფაქტობრივად ყველაფერი რაც უნდა წამოიწყოთ ყველაფრისთვის გჭირდებათ ლიცენზია სხვა წინააღმდეგ შემთხვევაში გეკნებათ ფინანსური ჯარიმები და პრობლემები შესაბამისად გჭირდებათ ორგანიზაცია ვინც ამ ლიცენზიებს იზრუნებს ძალიან ბევრი ხშირია შემთხვევა მეც მინახავს ეგეთი შემთხვევა რომ ორგანიზაციები ადამიანები იწყებენ ბიზნესის კეთებას ისე რომ წინასწარ არ აქვთ გარკვეული რა ლიცენზიები შეიძლება დაჭირდეთ მე შუაგზაზე ხვდებიან უი ამდენი ლიცენზია მჭირდება და ამას ამდენი დრო ჭირდება ამას ფარტი ქონდა ნაკირავები უკვე თურმე ორი თვით კი არა 6 თვით უნდა ეკირავებინა უტყუილად გახსნამდე რაღაცა და დროის და ფინანსების სერიოზული გარღვევას იწვევს გეგმებში რა ესეთი რაღაცები ამიტომ ჩვენ მოგიწოდებთ რომ სანამ ჯერ კიდევ ახალია იდეა და სანამ დაიწყებთ მოგზანდით ჩვენთან და გარკვევთ ჩვენთან შევმოწმეთ ნიუ-იორკის მერიის ერთ-ერთ ორგანიზაციასთან რომელიც ამას ვთქვათ ახალგაზრდა მცირე ბიზნესებს ეხმარება იმაში რომ მთლიანად ლიცენზირების საჭიროება წინასწარ ინსპექტირებას ხო ეს ძალიან საინტერესო ანუ რესტორანი რო იხსნება სიტყვაზე აი გახსნის წინ მოყავს ინსპექტორი რომელიც რეალურად ინსპექტორია იმ მომენტში და ის გიფასებს health department-ის ანუ ისეთ რესტორნის ლიცენზიები ეხილ ის დაივლის თელ რესტორანს ოღონდ არა იმათ რა ქვია ხო არა დაჯერიმების მიზნით არამედ კონსულტაციის მიზნით დაივლის და რამდენიმე საათიანი ის აქვს მას სამუშაო ყველა კუთხე გვენჭოლს ნახავს და ზუსტად დაგიწერს სიას რა გჭირდება იმისათვის რომ არ დაჯარიმდეს ჩამოკიდოს ან გააუმჯობესო რაღაც თემატებითი ქაღალდი მოიპოვა იყო და სად ჩამოკიდო ის ქაღალდი ისთვის რომ შემონამდვილი ინსპექტორი გახსნის მე იმან ჯარიმა არ დაგიწეროს და იმან არ დაგხუროს ესეთი არის ყველა ბიზნესში ყველა მსგავს ბიზნესში ეს იქნება
რესტორანი თუ ეს იქნება თქვათ მანქანის შოპის შესაკეთებელი თუ საპარიკმახეო თუ ნებისმიერი რამ რაც უნდა გახსნათ ყველაფერს ჭირდება ყველაფერი რეგულირებულია ყველაფერს ჭირდება და ეს დელეს საჭირო სერვისია როცა მოდის წინასწარ ადამიანი და გაფრთხილებს ყველაფერს არ მეგონი მნიშვნელოვანი რაღაცა ну ეს ბიზნეს თუ გავხსენით ესე იგი დაგჭირდება მე ბიზნეს ასესხიც არ გასაფართოებლად მეორე ბიზნეს ახსნებად და მანდაც ჩვენი ორგანიზაცია შეიძლება უკვე რამდენიმე წელია ჩვენ SBA Small Business Administration-თან ერთად მუშაობთ მცირე ბიზნესების დაფინანსების მოპოვებაზე და ბევრ ადამიანს მიუწევს შეიძლება გაეფართოებინა ბიზნესი მეორე მესამე ობიექტი გაეხსნა და ну ზოგიერთი კიდე რაღაც მოყვებით რამდენიმე წელია და მუდმივად პერმანენტულად რაღაც სესხს აკეთებენ და ესე ზრდიან თავის ბიზნესებს ასე რომ მარტო გახსნაც არ არის მე გაზდაში სესხის მოპოვება და ფინანსება ეს ჩვენი ერთ-ერთი საამაყო სერვისია რა თქმა უნდა ძალიან სასიხარულოა რომ არსებობს ორგანიზაცია რომელსაც შეუძლია ასეთი სერვისების შეთავაზება მithumetes ასეთ დროს როგორც ახლა წეგან მოახსენე ძალიან ბევრ ადამიანს გაუჩნდა საშუალება რომ თავის იდეა ბიზნესად აქციოს და ავი დარწმუნებული ვარ რომ ბევრ ადამიანს დაეხმარება ეს ჩვენი ახალი ბიზნესის გახსნა მოდი ესე ვთქვათ რა თუ გზაზე სიტყვაზე დიდი ხანი გზაზე ხარ ადამიანი დაიღალე ამითი უკვე ჯანმრთელობაც არ გიწყობს ხელს და ეს ტრაქერობა როცა დაგზდები და ინგლისურს გიმოცები და აღარ უნდა ტრაქზე იმუშაო თითქოს რა პირადი ექიმიც არის ხო ეს ადამიანი კენა დაგვანები თავი წადიან ტრაქიდან ხო დამოდით და გააკეთეთ ბიზნესი 1000 იდეა 1000 საშუალება გამეცნეთ რომ პატარა ბიზნესი გაცილებით მეც წერს ესე თქვა და მეც შესაძლებლობას და საშუალებას იძლევა ვიდრე ნებისმიერი ერთი ტრაქის მუშაობა გინდა უნერი იყო ან პატრონი ესაკუთრე მისი და გინდა მძღოლი უბრალოდ დაქირავებული პატარა ბიზნესი ამასთან შედარებით სხვა საფეხურია მეორე მესამე საფეხური ამის შემდეგ იგი სვიტყოდი ტაქსის ძღოლებზე და ჩვენ ძაც კონსალტინგით და ნაირი დახმარება გაგიზიოთ იმისთვის რომ გადაგვიოთ რა და როგორ ამერიკას კი თუ არ უნდიხართ ტრასაზე როგორც ტრაქის ძღოლი ძალიან უნდიხართ როგორც პატარა ბიზნესის პერსპექტივა კი ბატონო ეს არის ეკონომიკის გადამხდელების 2/3 მცირე ბიზნესი ამერიკაში ეს არის მთავარი ხელზე ხემალი ამერიკის ეკონომიკის აქ ყველა მოგესალმებათ და მიერ კაპიტალიზმის მექაში შექმნით კაპიტალი კი ბატონო ეგ დროს მაინც სხვანაირი დამოკიდებულება უჩნდება რა თქმა უნდა ну ეს პირადი კრედიტ სკორები ამათი შექმნა განვითარება ისიც ჩვენი ერთ-ერთი სერვისია რომელსაც დიდი ხანია ასე თქვით მივიძდეთ და ხელში გიწყობთ პირადი კრედიტ სკორის შექმნაშიც აღდგენაშიც განვითარებაშიც ესეც თავის ესეც საჭირო საქმეა და ესეც აუცილებელია იმისთვის რომ ფინანსურად დადგეს ადამიანი ფეხზე ესეც არა ესეც ერთ-ერთი თავი რაღაცა ხო კი ძალიან მნიშვნელოვანი ხო ანუ ეგ ცოტა მენტალობის მომენტი არის რომელიც იცვლება რაც უყურებთ რომ ძირითადად ვინც წამოსულები ვართ საქართველოსთან უმეტესობას უფრო ის გამოცდილება გვაქვს რომ დასაქმებულები ვიყავით ვიდრე დამსაქმებლები და ამ მენტალობის გარდაქმნა არის ძალიან რთული სინამდვილეში შეიძლება ამან რაღაცნაირად გონებაში ჩემო გონებამ თვითონ დაგიბლოკოს რაღაცა შესაძლებლობები რომ
რომელსაც ქვეყანა გთავაზობს რა. ამიტომ არის მნიშვნელოვანი აი თუნდაც თქვენთან კონსულტაცია, ეხლა მე თქვენთან არც დავიწყე მუშაობა, ძალიან ბევრი მე თვითონ ძალიან ბევრი რამე შემეცვალა გონებაში, რაღაც ხედვის ნაწილში რა, რაღაცები რაც ჩაკეტილი იყო გაიხსნა, იმიტომ რომ დავიწყე ახლა ჩემი თავის უკვე ისეთ ადამიანად რომელსაც ხوار ეს ხوار ქნა ეს ხوار ქნა, ეგ უკვე ძალიან მომწონს რა ჩემში, რა გამოვა ეხლა რა ვიცი, მაგრამ უკვე მაგას ვამბობ, რა იმ ადამიანებსაც მინდა უთხრა რომ თქვენ თუ გონიათ რომ რაღაცა ეს არის თქვენი როლი პირიქით, თქვენ მყოფებით ისეთ ქვეყანაში, სადაც როგორც მე ერთმა ადამიანმა ვითხრა, როცა პირველად აქ ჩამოვედი, არ ვიტყვი რა მნიშვნელობა ამერიკაში მუშაობა სისულელეა. იმიტომ რომ თუ ამერიკაში მუშაობ, ფულს კარგავ, თუ ამერიკაში ხარ, უნდა გაკეთო ბიზნესიო. იმიტომ რომ სინამდვილეში მაშინ გამიჭირდა მაგის დაჯერება და გაგება და ხო, მაგრამ სინამდვილეში მართლა ეგრეა, იმიტომ რომ იმ ყველა შესაძლებლობების ქვეყანა, როგორც ბიზნესის საკეთებლად, რომ მაგ კუთხით თუ შეხედავ, პროსტა ხელფასზე მუშაობა მართლა ფულის კარგვაა და არა შოუნი. ხო, მე თქმა უნდა. მაგრამ ეს მენტალობის მომენტი არის და მე აი მოუწოდებ ჩვენ ქართულ ხალხს, რომ თუ კი რამე ბიზნესი დიაგიტრიალებს, უფრო ესე ჩაუჯექით და ამუშავეთ, მოიტანეთ კონსულტაციისთვის, არ მოგეწონებათ სხვასთან მიიტანეთ, მაგრამ რეალურად ის არის რო ქვია, მაგ მიმართულებით განვითარდით და გისურვებთ რომ უფრო მდიდრები და წარმატებულები იყოთ. გარდა ამ ესეთი დიდი სერვისების ასევე გვაქვს ინდივიდუალური სერვისებიც, მაგასაც ვიტყვით რომ აი თუ თქვათ easy pass-ის ჯარიმები გაქვთ რაღაცა გჭირდებათ წარმომადგენლობა სატრანსპორტო დეპარტამენტთან რაღაცა ნომრისაღება ესა ყველაფრის ამის ეს კონდა საუბარი რაღაც ბიზნეს ცენტრის მსგავსი რაღაცის შექმნა კი არა შეიძლება შექმნილი სერვისები არის ადგილზე და დავარქვათ რაღაც ბიზნეს ცენტრი რაღაც ყველა სერვისის რაღაც მსგავსი რაც შეიძლება ადგილზე მიიღოთ, იმიტომ მრავალფეროვანი გამოდის ეს სერვისი, საკმაოდ მრავალფეროვანი და დაწყებული ეს არქივის ან რაღაც სატრანსპორტო პოლიციის ჯარიმებიდან გადახდიდან ამთავრებული გადასახადების გადახდით და დამთავრებული არის tax relief-ით. უამრავი სერვისი გამოდის უკვე ერთ ადგილას და ფინანსური შეეხება ფინანსებს ფაქტობრივად ყველა სერვის გავცემთ, გარდა საბანკო სერვისების ჯერჯერობით. ხო და ხო ესე ძალიან მნიშვნელოვანია ხა ბევრ ადამიანს ამის პრობლემა აქვს და ამის გამო ჩვეულებრივი რაღაცა $50 ჯარიმა შეიძლება გაუხდეს $1000 და ამიტომ არის მნიშვნელოვანი რომ ეს რაღაცებზეც მოგმართოთ ესეც ინდივიდუალური სერვისებიც გვაქვს ასე ვთქვათ გარდა ამისა ბიზნესის ამაზე შეიძლება 509 მოყვიდეთ 509 ბრაიტონ ბიჩავენ ვართ დიდი კომპანია და გვაქვს ყველა ის ამონებდა გეხმარებათ ჩვენი როლები თანამშრომელი ყველა პატარა სურვილის შესრულებაში. აი ხა თქვენს გეგმას გამეკცა და კაია რომ ჩაინიშნეთ მე მოვიწყდებოდა ის რა სასიამოვნო თემით წავიდეთ ხო ბოლოსკენ რომ 31-ში არის ჩემპიონთა ლიგის ფინალი და ვითხოვდი რომ პირველი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს იმიტომ რომ ის რუსია ითამაშა და პირველი ქართველი ვიხილოთ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ძალიან პირველად დავიჭირე ფაქტობრივი შეცდომას შეშეს ფეხბურთთან დაგვიშვა რა თქმა უნდა სპეციალურად ასე თქვი ამ ფორმით პირველი იყო კახკალაძე რომელსაც ორჯერ აქვს უბრალოდ ორჯერ აქვს მოგებული მაგრამ ერთხელ მე მგონი არ უთამაშია თუ არ ვცდები მოგებული მაინც ხო არის გუნდის განაცხადში იყო მაგრამ მოედანზე არ იყო თუ არ მახსოვს ისე ზუსტად ეგ მაგრამ ნუ იმ გუნდში ირიცხებოდა რა თქმა უნდა და ისიც მომფლობელი ამ ჩემპიონთა ლიგის თასის ის მილანი გენიალური იყო ნამდვილად მაგრამ მე ეს PSG უფრო მომწონს
ეს რამეს ვიტყვი რა საქართველოში ცხოვრობდი ქონა გამოცემული და მათ შორის ფუტბოლი გამოცემული და ძალიან ინტენსიურად ვიკვლევდით ბაზარს ჩვენ რა ანუ შემეძლო თქვა რომ ძალიან კარგად ვიცნობდი ყველა ქართლის მენტალურ ყველა სწორებულის ქართლის მენტალურ ის რაღაცას ანუ ინტენსიური იქონდა გამოკვლევები და მამაკაცების მათ შორის მამაკაცების შორის ორი რაღაცა იყო რაც აინტერესებდა ძალიან ერთი იყო ლეგიონერების თამაში საფრთხეთ და მე აღარ მახსოვს ეს ლეგიონერები იყო ინტერესის პირველი საერთოდ იყო ქართულ ეკონომიკაზე მეორე იქნებოდა ტოტალიზატორი არა მგონია არა ტოტალიზატორი მაინც რაღაც პატარა ხის არის ყველას არ ეხება რაღაც ფენას ეხება და აი ლეგიონერები ეხებოდა ყველას კი მახსოვს აკვი კასეტებში ვკითხულობ აი იცით რა ფენომენია ქართლისა საქართველოს ასახელეს სადღა გზელოა არა ეს არის რა ფენომენია როგორც ინკლუზივიდან გამოდიოდა თავის იდენტიფიკაციას აკეთებს ადამიანია აი ქართლი ხოდა მე მოყვებოდა ჩაღრმავებული ტელევიზია გამოდიოდა აი მე რომ ეთამაშა ბავშვობაში გასაგები აი მეც დავდიოდი და ეხლა მე არავინ მე ვიარ ერთი კვირა მაგრამ მაშინ ისეთი ბოდიში და იდიოტი ვიყავი არა მე უნიჭო ვიყავი რატომ მივედი არ ვიცი და თან მივედი 16 წლის ერთი კვირა რა მეტი ვიყავ ერთი თვე და მაშინ თან სიგარეტს ვეწეოდენ ჩვეულებრივი აი სულელი თბილისელი ბიჭის მენტალობა მქონდა შესვენებაზე მოვწია იქ სიგარეტი და ტიპები შეგროვდნენ ესე ჩემს გარშემო და მიყურებენ ესე და მეთქი რას მიყურებთ ბიჭო რა ხდება ანუ დაემთხარო ტრენერი არ იყო თორე შეიძლება ფიზიკურად ვეცემე ტიპს თუ ის ანუ ჭედავ და ეგეთ რაღაცებზე და ცოტა ხანი იდეკი მეორე ღერიც არ გაქო ანუ ესენი დამიწყეს გადაობა რა ისა რა ქვია რომ დავენახე რა იმას ანუ ხა მაგას თუ უწოდებთ არა ფეხბურთში მე როგორ ვიყავ იცი უბნის ფეხბურთში წინ დადაკი ბურდის თუ გადმოვარდება კარში და არ ეგ ვიყავი მე უბნის ფეხბურთში ხო რაღაც არაფერი განსაკუთრებული მაგრამ მეზობელი მყავდა ძალიან კარგი ფეხბურთელი იყო ხო ჩვენ ყველა რაღაც იდენტიფიკაციას ვაკეთებთ რა ვეორჯიშა მე რა მივიქნებოდი ერთხელ ხომ მოგისმენიათ ეგეთი გამოთქმა რომ მე რო თამაშობდი იქ გუნდში იყო ვიღაცა ძალიან ცნობილზე რომ იმას არ ვათამაშობდით ხოლმე თავარ გუნდში მე ვიყავი და ის ბურთის მოსატანად დაარქვა რაღაცებს უგიყვებიან ანუ ეგ არის არ მარტო ქართული არის ალბათ ყველა ალბათ დიდებსაც პატარებსაც რა ვიცი უხარიოთ ეხლა თქვა აქ რო უყურებ ჩვენი ნიუ-ჯერსელები მაგრამ შემატკივრობენ დიოგოს არის ჰოკეის გუნდი იმას ახლოს არის თქვა ფილადელფია და იმის იგლს ამერიკულ ფეხბურთში დევილს ჰოკეიში და კიდე შეიძლება ნიუ-იორკსა და ახლო რაც არის არა აი მე ყველა რეგიონში ანუ თავისიანებად მიაჩნია და ახლო გაზრდილი ხალხი მოკლედ აი კვარას ცოტა მიუბრუნდეთ ისევ სანამ დავასრულებთ ბოლოსკენ რომ აბსოლუტურად ფენომენალური ფეხბურთელი არის იმიტომ რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როცა მესი სიტყვაზე ვამბობ მოდის ესეთი ტალანტი საიდან მოდის რა არგენტინიდან ხუჩა კვარაცხელი არავის არ გაუკვირდებოდა სიტყვაზე ბრაზილიიდან ინგლისიდან ესპანეთიდან ხვდებით ამიტომ არის ხუჩას ნახტომი უფრო ფასეული ვიდრე ვიღაცა სხვა ისეთი არა under represented ქვეყნიდან ეგ კომპლექსით გვაქვს ჩვენ რომ ფეხბურთში არა ვართ ისე წარმოდგენილი მსოფლიო საფეხბურთო სამყაროში როგორც ჩვენ ისტორიულად გვეკუთვნოდა რა ცოტა ეგ მომენტიც შეიძლება იყოს სიმკვლევებში მაგის გამომიდა და ხუჩას რაც შეეხება მე მგონია რომ მისი მთავარი სკილი არის მისი ხასიათი რა ტიპიც არის და სადაც სიჯიუტე აქვს საჭიროა იქ სიჯიუტე აქვს სადაც საჭიროა იქ დამჯერია და ასე შემდეგ და კიდე ის რომ ტრამვიანი არ არის ღმერთმა დაიფაროს
ძალიან ბევრი რაღაც უნდა დაჭიდეს ერთ ადამიანში, ბევრი დამთხევა, რომ გამოვიდეს იქიდან კვარაცხელიას დონის ვარსკვლავი და როგორ ეთქობა, აი ხა დღეს უყურებდი ნაპოლის თამაშს, გახდნენ ჩემპიონები, მაგრამ არ ვიცი ეს თუ გუნდია რა, ანუ ესეთ საშინელ ფეხბურთს, რა ვიცი, არ თამაშობდნენ ხვიჩას დროს, ეგ ფაქტია და სადაც ხვიჩა გადადის, ის გუნდი რაღაც სხვანაირად ინთება რა. რაღაცა აი ნაპერწკალი ყოველთვის შეაქვს ამ ჩვენი ჩამატებები უსურვოთ მე ფეხბურთზე არაფერს არ ვიტყვი. პრინციპულად აი რაგბიზე ვიქნა საუბარი. რაგბიზე ხო გავდივართ მსოფლიოზე და კარგი გუნდი გვყავს, მაგრამ იქ ცოტა რაგბიში მაინც ცოტა რთულია ეს რაღაცა რანკინგში დაწინაურება და პროგრესი უფრო ნელა ხდება. მიუხედავად ამისა, ეხლა ათეულში ვართ, ხო? არა, მე საქართველოს და ამერიკა მე მე მგონია რომ წავან რაგბიშიც კიდე UFC-ში მოდის ახლა ტალანტების ისეთი სხვა აი რაღაცა სპორტი რო ხდება პოპულარული მე ხო ხდება რომ თურმე ნიჭიც გქონია უცებ ერთი ადამიანი გახდის პოპულარული ისე ანომალია არის ამერიკაში სპორტსმენი პატარა მინდა ახლა ანომალია კი ამერიკელი ისე ხო, ნამდვილად გიკვირს ახლა საქართველოს გაგონილი რო არ გქონდა ადამიანს და უცებ გეუბნებიან ამდენი სპორტსმენი. აი ამას წინათ ბლოგი ვნახე ერთი კი არა რაღაცა TikTok-ზე იდო რაღაც ვიდეო აი ამ რეგიონში რა ხდება. სხვათა შორის მე თანამშრომელი მყავდა კიდე რა ქვია, აურათ მოვიწყდება ეს აზიის ქვეყნების სახელები. არა, ცოტა უფრო იქით pro იმდაეთი ჩინეთთან ახლოს ვიეტნამი ზისა მოკლედ თამაშობა საფრთხეს ჩინეთთან ახლოს დაიწყო სახელი უსაყვარლესი ბიჭი არის ეს ჩემი მეგობარი დავმეგობრდით ძალიან რა ფილიპინელი ტიპა ფილიპინელი და არის UFC-ს ფანი და ეხა მე რო ჩვენ რო საერთოდ მუშაობდით 2 წლის წინ არც ილია იყო ჩემპიონი არც მერაბი მაშინ რა მე დაეწყოთ ყველაზე დიდი აღზევების ხანა როცა მე იქიდან წამოვედი და უხურებ ხოლმე რომ აშიარებს და მე რაღაც მომენტში მომწერა რომ რა ხდება თქვენს რეგიონში ეგეთი რომ ამდენი გიჟი მებრძოლი ყავთ თავის სტროვა კარგად იცით ანუ რაღაცა იმ რეგიონში რაღაც გენეტიკური კოდი არის ეგეთი რომ გადმოცემების მიხედვითაც ხარ მამელუქები რო ქართულში ის ისტორია იცით მას მანქანა ჩამეკეტა ჩემი შვილის მანქანაში დარჩა გასაყიდო და მივედი კარი და ის არ გაიგო და გამოვიძახე ისა გამყივი ისია მანქანის გასაყიდით გამოვედი მოვიდა კაცი და ვიცი ხა კვირას აღამო დილას უნდა წავიდეს ხალხი სამსახურში და ასე მითხრა $600 აგიდე ფანკას $600 მეთხრე არა გამანებით და ვიზამბი ხოდა წავიდა მოვიდა და მე უბრალოდ დაურეკევდა $500 არა მეთქი ასე წავიდა მოსული ვარ რომ ახლა გზაზე მოვედი აქ მოკვედი მეთქი და ძალიან მიფასებ ძალიან ჩემი სერვისი და წავიდა მოვიდა და სპეციალური ფაზაკლებაო რომ გამიგეთათო ჯერუხეს ვიცი ფაზაკლებაზე ისაო საიდან ახლა მაგიხება ის საქართველოს მეთქი ეს იყო ბენზენი თორმა ის ბიჭია ისა ილიაო და მერაბის ხო მეთქი ხო ზუსტად იქიდან აი გადახსენა მეთქი და ეხა თუ არ წახვალ მეთქი მეც ცოტა გენეტიკას გამოვიყენე წავიდა 2 წუთი მაცალეო მაშინა მე წავიდა მოვიდა და ნებო $225 აღიგეთ ილიას და მერაბის ხათრით აი და ესე იგი გაანახე არა ძალიან დიდი ძალა აქვს მაგას
როცა შენ ქვეყნის ყველაზე ცნობილი ადამიანები არიან ხელოვნებიდან და სპორტიდან და არა სტალინი მაინც და მაინც. ანუ ეხა აქამდე რომ სტალინი გვიცნობდნენ. გაგიოცხმაგებდა ხო? ხო და მაგას აქვს დიდი მნიშვნელობა ვინ არის შენი ქვეყნიდან ყველაზე პოპულარული პირველი ვინ ახსენდება საქართველოზე. ხო აქვს მაგას მნიშვნელობა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა. ეხა ჩვეულებრივი მოსახლეობის პოლიტიკაზე ხო არ ვაპარაკობთ, მაგრამ აი ვიღაცა გამულელისთვის და ვისაც მოიხმართ ძალიან დიდი მნიშვნელობა. და გიას ასასდოვარი ეკოსი ჩემდა. დაახლოებით მაგდანი გაგიკლოთ. მე ხა სანამ ომი დაიწყებოდა ეს უკრაინა-რუსეთის ნოემბერში მომიწია გაცვლითი პროგრამით. ხო და ლვოვში ვიყავი რაღაცა 2 კვირა თუ მეტი არ მახსოვს. და ისედაც ხო ვყვართ ქართველები, მაგრამ ყველაზე მაგრად რას ვამოღამებდი ასე ვთქვათ, რომ მე მგონია რომ ქართველები ვართ ის ტიპები, ვინც სტუმარს არ გადაახდევინებს და რაღაცა და ალევინებს აჭმევს რაღაც. ანუ გადამყვნენ ტიპები, აი ძალიან მიკვირდა მეთქი რატო აკეთებთ ეგეთ რაღაცებს და მე ამიხსნეს რომ ჩვენო საქართველოში რომ ჩავდივართ ანუ ფულს ვერ ხარჯავთ. არ ხდება ეგრე რა. და აი იმედენ ქართულს აქვთ გაკეთებული მაგათვის რაღაც ეგეთი სიკეთე, რომ ანუ უნდათ რა რაღაცა ყველამ დაგიბრუნოს სხვისი გაკეთებული სიკეთისთვის და აი ეგ ხა შენ ქვეყანასაც უფრო გაყვარებს, უფრო მეტად გაამაყებს რა, რომ სადღაც ხარ და ვიღაც გეუბნებია, რომ თქვენ ისეთი გემრიელი სამზარეულო გაქვთ, ისეთი ხალხი გყავთ, ისე პატივს გცემენ, რაღაცა ისეთი მენტალობის ხალხი ხართ, ისე გვიჭერთ ხართ ყოველთვის რაღაცა, რომ კაი რა სამოფრა, ანუ არ გახდევინებს რა. ეხა მაგაზე კი არ არის ფინანსები, უბრალოდ გრძნობ, რომ განსაკუთრებული ხარ მაგათვის და ეხა შენ ქვეყანას აქვს რაღაცა ღვაწლი ხალხის მიმართ ხალხს. ასე რომ მე ვფიქრობ რომ მასე გავაგრძელოთ ჯობია ვიყოთ სტუმართმოყვარეები მაგარ ნოტაზე გადავედი ხო აი ამ ხალხს ვისაც მარტო ილია და მერაბიძე არ არის რა მაგის თქმა მინდოდა დიდ ხალხზე ჩვეულებრივი მოქალაქეებიც რომლებსაც არ აქვს ამ ხელოვნებადობა მათი გაკეთებული ელემენტარული სიკეთეც მე სხვას უბრუნდება რა ამიტომ ვაკეთოთ სიკეთე იმიტომ რომ სხვა ქართველებიც ხეირობენ მე ამით ამ ასე ვთქვათ პოზიტიურ ნოტაზე დავასრულოთ ჩვენი ასე ვთქვათ პაუზის შემდეგ დაბრუნების შემდგომი პირველი პოდკასტი კიდევ ერთხელ განმეორდები რომ ძალიან მოგვენატრა ეს ფორმატი თქვენთან ამ ფორმით კომუნიკაცია მე შეიძლება ლაივიც გავაკეთოთ და დავგვისვანი კითხვები და ნახოთ მოკლედ ბევრ ამაზე ისედაც მიგესალმებით კითხვებს არა ხო ამ ვიდეოს ქვეშ თურმე დაისმება შენთან პარაცემაში კი ბატონო თხოვნა გვექნება რომ ჩვენი ასე ვთქვათ მარკეტინგი არ არის იმაზე ორიენტირებული არ გვიყვარს როცა ადამიანებს ვაწუხებთ რომ აი გამოგვიწერეთ მაგრამ თუ გამოგვიწერთ და დაალაიქებთ ეს ძალიან დაგვეხმარება რომ უფრო გავავრცელებთ ჩვენ შესახებ ინფორმაციას უფრო მეტი ადამიანი გნახავს და ძალიან დიდ мотивაციას გვაძლევს ეს თქვენი მხრიდან ასე რომ დაალაიქეთ და გამოიწერეთ თუ ამაში რამე საინტერესო და სასარგებლო იპოვეთ თქვენ პირადად და მაგ შემთხვევაში რა თქმა უნდა გაუზიარეთ მეგობრებს შეიძლება მათ ჭირდებათ ეს ინფორმაცია რომელიც ახლა ჩვენთან გაჟღერდა დიდი მადლობა ყურებისათვის ვენისთვის და ერთგულებისთვის და გვიგულეთ თქვენ სამსაუბრში მომავალ შეხვედრამდე. ოკეი.